ეს ისეთი კატეგორია, ესე იგი, პოდკასტების, რომ სადაც პირველად ველაპარაკებით ადამიანს და ისე ვზნობ თავს, თქოს კაიხანია ვიცნობ უკვე რა. ეთანხმები. როგორ ხარ? გიოს როგორ ახალ ძმაო? გაუმარჯოს. ეს ეპიზოდი არ გაიმაზებოდა რა. Best country, Georgia! Let's go, man! The Fight Hop Podcast. გიო ძალიან მიხარია რომ დღეს ჩვენთან ხარ. დიდი ხანია რა, მაგრამ არ ცოტა ხანია რა საშუალო ხანი არის, რაც გვინდა ამის გაკეთება. პირველ რიგში მინდა გადაგიხადო მადლობა რომ აკეთებ იმას, რაც ჩვენ სხვისგან ჯერ არ მიგვიღია. ჩვენი სახელი გაგაქვს უფრო ფართო პლატფორმებზე რა, რაც ვალდებული არ ხარ. და მაგიტომაც უფრო ორმაგად სასიამოვნოა, როდესაც ეს არის ნაბიჯი, დიდი ნაბიჯი გადადგმული ქართველობისკენ, ერთადგომისკენ, ერთმანეთის შემჩნევისკენ და ესე შემდეგ. მე ახლა მაგალითად ეს დიდი პლატფორმა ყველას აბსოლუტურად ვინც ამ საქმეში მოღვაწეობს, კარგად გამოსდის თუ არ გამოსდის, ყველას მივცემდი exposure-ს და რაღაც ყველას მოვიკითხავდი, რომ ხალხს ენახა და გაეცნო, იმიტომ რომ საჭიროა სხვა კუთხით დანახული. მარტო ჩემი ერთი დაკაკეთებული breakdown-ი არ არის საკმარისი, რაც უნდა მაგარი იყო, ვერ იქნება ვერასდროს ერთი ადამიანის ხედვა სრულყოფილი. ჭირდება რამოდენიმე ხედვა, რამოდენიმე კუთხიდან. ასე რომ, ნუ ვიქნებით ისე რომ მე ვარ ყველაზე მაგარი, მე მესმის ყველაზე მაგრად და მარტო მე უნდა მისმინოს, არა. ყველას და ყველაფერს უნდა უსმინოს ხალხმა და ყველას ესენი უნდა ნახოს მოსაზრებები, რომ შეიკრას მთლიანი ჩამოყალიბდეს მთლიანი შეხედულება სპორტზე. და ესე შენ ასე რომ მადლობა დიდი ძმაო. და როგორ აი ხარ, აბსოლუტურად რა გაქვს მაგის ბრალია ეგიდიაში, იმიტომ რომ ეხლა გუშინაც მაგალითად აი თქვენც ხო რამდენიმე ინტერვიუ გქონდათ ისეთი, რომელიც ძალიან რელევანტური იყო რა, ეხლა ზიკოს ინტერვიუ ბოლო кейსი იყო, რომელიც რელევანტური იყო. მე რა ბირო მიბზოდა და მე რეცა გუშინ უყურებდი და მაგარი სასწაულო იყო 4 წლის წინ ჩაწერილი მტკივნეული შოუ, ესეთი იყო თუ გასult კაკის და გიგა კუხალაშვილის თოფურები, ძმები თოფურები ყავდა და ეხლა გუშინ ალექსანდრეს ბრძოლა რომ იყავდა, მაგ პოდკასტს უყურე მოსამზადებლად, რომ მაინც ეხლა ბიჭები როგორ ფიქრობდნენ 4 წლის წინ რას ფიქრობდნენ და ასე შემდეგ რა და ეგეთი ძველი რაღაც საგანძური ეპიზოდები აქვს. OG შოუებს თქვენი შოუ ამ ტკივნეულსაც აქვს და რამდენიმეს კიდე და კარგია რა ეგ რომ ქართულ სცენაზეც ხდება უკვე ვიდეოში. მასიურადაც ხდება და რაც ბევრი ხალხის საუბარზე რაც მაგაში მართალი ხარ, იმიტომ რომ სხვა ტიპებს სხვადასხვანაირი ხალხი მოყავთ MMA სპორტში და ჩვენი საქმეც ეს არის რომ თვალები მივაპყროთ იდეაში სპორტს, რაც შეიძლება მეტი თვალი. მივაპყროთ სპორტსიანი. არა მგონია ხო ვინმე არ იცოდეთ. მაგრამ უცებ შეგახსენებთ მაინც ვინც არ იცის, რომ გიორგი არის სეტანტა სპორტზე UFC-ის კომენტატორია, ქართული კომენტატორების გუნდშია და ჩვენი მეგობარია, ასე რომ represent არია რომ და არა მარტო ეგ გიო შენ ხარ MMA Pros Picks ავტორი ხო? ავტორია, კონტენტ კრეატორი ვარ უფრო. ოფიციალურად ჯენერალ მიწერია, იმიტომ რომ I take care of shit at MMA Pros Pick, მაგრამ რეალურად ინტერვიუებს, ინგლისურ ინტერვიუებს ვაკეთებ, ფიქებს ვაკეთებ. ლევან ქორქია, ირაკლი ხურცილავა და ირაკლი მოწონელიძე არიან MMA Pros Pick-ის სული შამქმნელები, ასე ვთქვათ და მეც მეოთხე თქვენი სურათი ვიხმარე, აი თქვენი ლოგოც არის მგონი, პატარაზე ჩანს და უყურებ ხოლმე გიო შენ ინტერვიუებს, ბოლოს მგონი ჯონ ვუდთან მქონდა ხო, შენ გაკეთებული? ვუდთან მქონდა ბოლოს ინტერვიუ მეგონი. კი, და ძალიან კარგად გამოგდის და აი თვითონ ანუ ინგლისურ ენაზე რასაც აკეთებ ძალიან მაგრა აკეთებ რა. და I'm a big fan, brother. Welcome to Fight Hop, Fight Hopper-ებს მივესალმებით ყველას. ჩვენ ვართ უფასო ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი Romeo 50 ცენტერაძე, ჩემი ძმა, მე ნოსტალ გიორგი სართანია, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. გამოგვიწერეთ, დაგვალაიქეთ, ფული არღის არაფერი, ნახევარი წამის ბაზარი არის და კიდევ ერთხელ welcome to the show გიორგი ბუჩუკური aka
მაგარი nickname გაკიო AKA El Bucho. ეს რომელი ბუჩოა? დესპერადოში რო ბუჩოა ეგ არის თუ არა? არც ერთი ბუჩოა, იცი რომელი ბუჩოა, ჩემს მაგაცმა დამარქვა 2011 წელს ბუჩკესიდი და სანდენსკიდი, ხო იცი? Butch Cassidy Sandensky. როგორ არის და მაგბატში ბუჩო უბრალოდ ბუჩო იყო და მე მაგის მრავალი ბრუნო არსებობს რაღაცა ელ ბუჩინიო და რაღაცა იმან საბოლოოდ ელ ბუჩო ჩამოყალიბდა რა რაღაც ეტაპზე როცა გადავწყვიტე ინსტაგრამზე შეგდა ბუჩ კესიდის ნამდვილი პორტრეტით მქონდა ჭიქა ყავის რა და სადღაც რავი 1000 მაუფშიტებში და იმაში ცხოვრობდი ახლა და ერთ-ერთი დამჩა მე რა ვეღარ დავკარგე რა მაგარი ის იყო ძალიან ძმებო უცებ მინდა რაღაცა გითხრათ წინა ეპიზოდებში რო გადავხედავ ხოლმე არის ერთ-ერთი წუნი მაქვს ეგეთი რომ ზოგჯერ ბევრი რაღაცა რომ მაქვს სათქმელი ცოტა ვაწყვეტინებ ხშირად გიოს ზოგჯერ სტუმარსაც არ მინდა ხოლმე ეგრე და დღესაც ახლა ისეთი სიტუაციაა ძალიან ბევრი ნოუთები მაქვს და რაღაცები მინდა რომ თქვა გუშინდელი ბრძოლის და ზოგადად ბრძოლების ირგვლივ და უბრალოდ მაქსიმალურად შევეცდები რომ არ ჩავეჭრა არავის ლაპარაკში უბრალოდ იმედია რაღაცნაირად მეც მინდა ჩავაკვეხოთ მე ის რაც ხოაზე ხარ რა მე ლატონაც შულთან ერთად ვზივარ იმაზე რა ქვია Fight Night Live-ზე რა ლადექსასთან ინდიასთან ერთად ვზივარ და მაგაზე რა ვიცი თქვენ ვიცი რომ ამერიკაში რეგიონის შეზღუდვა აქვს მაგრამ ვიცი ხა გვიყურებს იცის რომ მაგის პრობლემა არ მუშაობა შეჩეული ვარ აი პირველად რო გავიგე სეტანტა სპორტი და მაგათი პოდკასტიო ვეძებ გაიგე YouTube-ზე ვეძებ შევალ არა მეთქი დავიტანჯე ხო რატო თუნე შეზღუდვებია გაიგე და აქ ვერ უყურებ რა მე თქვენ გადაცემას სამწუხაროდ რა არა და მინდა შევდივართ აი დიდ გადაცემებთან სპეციალურად რაღაცა დილი გვაქვს და არ მარკეტს არ ვახელთ სპეციალურად და მაგით ვახ შეზღუდვა არ ვიცი რატო შეზღუდვა სიმართლე გითხრა მე მაგ საქმეში ჩართული არ მე როგორ ვარ იცი სეტანტას კომენტატორი ვარ და ვარ ასევე Fight Night Live-ის ეს ერთ-ერთი წევრი და დანარჩენი ხოხდებიან დანარჩენი თემები დიდად ჩემი პრობლემა არ არის და არც უბრალოდ ავითქიო თავი რა და მხოლოდ აი ჩხუბებზე საუბარი და კარგი ფან საქმე რაც არის ის ვაკეთო კომედიაში აზარია კი ბატონო დავიწყოთ რითი გინდა რომ დავიწყოთ გიო შენ ხარ დირიჟორი აქ როგორც ყოველთვის Bro, I want რა თქმა უნდა ცოტა შორიდან მოვუაროთ რა გიოსგან მინდა გავიგო ანუ როდი შეუყვარდათ თავიდან ეს სპორტი რა და როგორ თავიდან ამერიკაზე აქ როგორ მოხვდი როგორ რატო წახვედი როგორ წახვედი და მე სპორტში როგორ მოხვედი ხო თავიდან 2006 წელს წავედი სკოლაში მე ეგ ფლექსით არ წავსულვარ და მქონდა დარჩენის უფლება ჩავაბარე უნივერსიტეტში რაღაც რაგბის სკოლაში ავიღე პატარა რაგბის თამაშობდი და როჩესტერთან ცხოვრობდი როჩესტერ ნიუ-იორკი რა ბროკპორტი არის ესეთი სტუდენტური ქალაქი იქ ცხოვრობდი აუცი ჩემმა მეგობარმა იდეაში MMA-ში იმიტომ არაფერში არ ვარჯიშობდი მანამდე combat related რა ბავშვობაში ძიუდოს ვარჯიშობდი და რა ვიცი ძალიან ცუდი ვიყავი და ზედ კომბატი არ მიზიდავ და კუნფუს ფილმები მიყვარდა ერთ-ერთი იმიტომ რომ ამაჩემ მაყურებელები და ხოლმე კუნფუს ფილმებს და აი ჯეკი ჩაინიდან დაწყებული და თვალი სტილი 15000 ჯერ ეხა ხვდები ტელევიზიას არ ვაყურებ და ერთი აიგივე კასტას რო ვყურებ პროჯექტი მაკდონალდზე ვიცოდი ჩხუბები რა მეგონა რომ ვიღაც კუნფუ მასტერი ვიღაცას დაღეწავდა და 18-19 წელს ვიყავი, ბარებში ვერ შევდიოდი, იმიტომ რომ 21 წლამდე დალევა ბარში არ გიშვებენ ამერიკაში და ძმაკაცმა მითხრა, რომ UFC როცა არის შაბათობით, შეგვიძლია რომ მივიდოთ, გარეთ დავლიოთ და $5 გადავიხადოთ და ბარში შეგვიშვებენო რა. ვითომ UFC-ს საყურებლად ვართო და რაც გვინდა ის ვაკეთოთ, დაჩოს ჩილი ჩიპს, ფრაის და რაღაცებს შევკეთოთ და იქ ვერ დალევდი, მაგრამ ხვდები ისე მიდიოდი უკვე, რომ კარგად იყავი რა, მომზადებული ფართისთვის და მან დავყავდით იმას თვითონ არის ყავისფერი მაშინაც იყო უკვე რაღაც იასამისფერი კამარი იყო ბრაზილიურ ჯუჯიტსუში და ნენა თორმეტ ტიპი ამ დასალევად რაღაც კი არა უნდა რომ შემithრიოს ამ თემაში რა ჯუჯიტსუში უნდა დამაინტერესოს ვარჯიში უნდა დამაინტერესოს და დავყავარ მოგად მე გართობის ემით და იქ ნახე აუცი პირველი ჩხუბი რომელსაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე იყო დიეგო სანჩესი კლეი გუდას ჯახი 2009 წლის და მაქე დამოყოლებული ავოს ხუქთ რა უბრალოდ უყურებ შევა მანამდეც ვიყავი რაღაც ივენთებზე დიდად არ მასობდა მაგრამ მაქე დამოყოლებული მე ჯონ ჯონსის ფანი გავხდი მაგარი ბროკ ლესნარი მაგრად მიყვარდა და ესე რა 2009 წლებიდან მოვყევი სპორტს საქართველოში რომ ჩამოვედი უბრალოდ ვეღარავის ველაპარაკებოდი მაგაზე ვარც 11 წელს დავბრუნდი აქ რა და რამდენიმე წელი გამწდა ასე ხო ეგ პერიოდი მეც მახსოვს ბროკ ლეზნერი რო გადმოვიდა იქიდან WWE-დან მაგას ხო დიდი სახელი ჰქონდა და უფრო შუქი ანუ გაანათა უფრო რა MMA-ს ხარე რა
because of the მე hype. რამე ვისწავლე ამ ბროკ ლესნარის პერფორმანსით, იმიტომ რომ პირველი რაც ვისწავლე იყო ის, რომ ფრენკ მირთან რო წააგო, მე შევამჩნიე ბროკ ლესნარი, რომ ფრენკ მირთან პირველი ბრძოლა არ მქონდა ლაივში ნანახი და ნუ ვიცი ეგ ისტორია რაც მოხდა, ამ ლაივ ემოცია არ გამიცდია მაგისგან და მაგის მერე აი კეინმა რომ მოუგო ბროკს, მაშინ მეგონა ბროკი დაუმარცხებელი და უბრალოდ ვეფთო ჩემს მაგაცი ვინც აი დამაწყებინა ყურება ჯოშუა სანტანა ის მეუბნებოდა რომ უეჭველი მოუგებს კეინ ველასკესი ბროკ ლესნარს, რა სასაცილოდ გახტისო ტიპს ხო რა დეკლასირებას გავუკეთებს და მეთქი ხო არ გადაო ბიჭო ბროკ ლესნარს მოუგოს კეინ ველასკეს და მან ჩამიტარდა ძალიან დიდი გაკვეთილი რა დავინახე ხება ჩავამივარდა უბრალოდ MMA რა არის და სპორტი რა არის და კი ბატონო, ყველაფერი კი, ეგრე იყო. მე ნახსოვს ეგენი და კეინ ველასკესი ზოგადად სამწუხაროა, რომ არ არის ინდონეზე აყვანილი MMA-ში როგორცაც იმსახურებს. ჩემი აზრით, ყველა დროის საუკეთესო ძიმეწონოსანია კეინ ველასკესი რა. ხო, რაღაც მომენტში კი ბევრი შეიძლება ყოფილიყო კიდეც და ეხა იდეაში ჯონ ჯონსია ყველა დროის საუკეთესო ძიმეწონოსანი თუ ესე ოფიციალური იმებით გავყვებით სტატისტიკით და ეხა ვიღაცები მაგრად იღადავებენ, იმიტომ რომ მე როგორც ზოგადად რაღაც ჯონსზე მაგარ მიკერწვებ მოვხდიმად ვარ ტიპად ვარ ცნობილი ეგ რო ახსენე მაგრამ გაეცინებოდ ვიღაცას მაგრამ თემა რა არის რომ ამ იმაში რა ქვია დაფასებულობის კუთხით რაღაცნაირად გონია რომ MMA-ის მებრძოლები ზოგადად MMA ისეთი სპორტია რომ აქ ძალიან ბევრი პერსონაჟია ხო მარტო UFC-ს ყავს 700-ზე მეტი მებრძოლი და ყველა არის ერთი და ორი ერთი მებრძოლი თითქმის არ არსებობს და ეს ტიპები თავის კარიერის განმავლობაში რაღაც მომენტში თუ დაიმსახურებენ დაფასდებიან რაღაცნაირად სამართლიანი სპორტია და მაგითო მიყვარს ეს სპორტი რა. აი ხორხე მასვიდას მაგალითად ბენასკრენს უწევდა 5 წამში გათიშვა ხორხე მასვიდას ეგეთი მომენტი უწევდა მე დიას უწევდა ძალიან მაგარი გამარჯვება და ტიპა ადგა და მასვიდალი გამოიწვია BMF ანუ ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია რაღაც სხვანაირად და ყველა იღებს თავის მომენტს რა და კეისას ჰქონდა თავის მომენტი ეხა რეალ ჰავანესთან ინტერვიუ ქონდა და ცნობენ რომ სადღაც რომ მოძრაობა კეინს ეკითხება ჰელვანი და ჯერ მაგ კითხვაზე გამოვშტერდი მეთქი ანუ გუშინ წინ დაამთავრა კარიერა ტიპმა და ჯერ არ დაამთავრებია GFL-ში ეგერ გააგზავნეს კეინ ველასკესი როგორ უნდა იცნო მაგრამ ნუ დრო ეგეთია რომ ეხა ვინც დაიწყო კოვიდის პერიოდში ყურება და ვინც დაიწყო მერე ყურება კეინ ველასკესი დიდი არავინ არ არის მათთვის და ისევ აი ხალხის წერან გადაცემის დასაწყისში გადაცემის პოდკასტის დასაწყისში ვახსენე მაგ ხალხის პირით უნდა მივიდეს კეინზე ისტორიები ახალფანებამდე. როდის წამოხვედი შენ ამერიკიდან უკან თბილისში 2000 რომელ წელს? უნივერსიტეტზე დაამთავრე ეგრევე გამოგაზე უკან. და აღარ აპირებ უკან ჩამოსვლას აგეთ? ვაპირებდი რა ძალიან დიდი პერიოდი ფიქრობდი რომ რაღაცა მინდოდა წასვლა მაგრამ იქით აქ მაგრამ ეხა შვილი შემეძინა. გილოცავ. გაიხარ. ხო და ანუ ეხა უკვე შულთან ერთად თუ წავალ სადმე რა და არ ვიცი თან შვილი შეძენის იქით UFC-ს კომენტატორობა გარდა იმისა სხვა საქმე მაქვს ჩემი საერთოდ ამ დღის სულ სხვა რაღაც ვარ დაკავებული ისეთი რაღაცაა ჩემთვის რომ ხა ქართულად UFC-ს კომენტატორი ვერსალები ვიქნები რა და ეგ მაბავს მაგრამ ამ ადგილზე მაგრამ რა არიცი მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს გიხილოთ აი როცა ქართველები იბრძვიან ვეგასში ან ლოს-ანჯელესში ან ნიუ-იორკში თქვა ხო იმედია ნიუ-იორკშიც ნახავთ მალე ქართველებს აი მედისონში ქართველებმა რომ იჭუბონ UFC-ში ძალიან მაგარი იქნება იქნება ჩვენთვის ისტორიული ერთ-ერთი ესეთი როგორც აი მერაბის მოგება და გაჩემპიონება იყო ილიას გაშენ ესევე იქნება აი მედისონ სკვერ გარდენში მეინ კარდზე ან თუ ვაფშე მეინ ივენტ იქნება საერთოდ ქართველები რა ანუ მექა არის ბრძოლების მედისონი და ძალიან მინდა რომ ქართველები ვიხილო მანდ მაგრამ მე ძალიან მინდა რომ აი ეგეთ დროს ქართველები როცა იბრძვიან მნიშვნელოვანი ჭუბები როცა არის გამოგიშვან გამიგენ კომპანიებმა შენ ესა რა ქვია ყიდო გამოუშვან ეგეთი ბიჭები სხვები რო ინდია და ეს ციკლაური ეს ბიჭი ვიცი მე სხვათაშორის ლევანთან რო წერდა ინტერვიუს ჩოხელთან ბოლოს მე და ლევანი ვიყავით მე უბრალოდ გვერდზე ვიჯექი არ ვჩანდი რა იქ ვიჯექი რა ხო და მინდა რომ ჩამოხვე დუდით უნდა რომ იყოს მაგის საშუალება დაფინანსება ვიზები რაღაცები რომ მოხერხდეს სასტუმრო ჩამოხვიდეთ აქ და იქ გაშუქება ეხა მაგალითად გუშინ ხო ავსტრალიაში ერთი ქართველი ჟურნალისტი მაინც რო ყოფილიყო ვინმე ესეთი გელი რა ოღონდ ყველაზე ხარ ის კი არა რომ ესპანელები რო ლაპარაკს დაიწყებენ და ეს რო ჩუნდება და თავის რიქს რო ეროლე არა შენ გაჩერდი ჯერ ჩვენ ვიბაზრებ და მე ილაპარაკე თქვენ რა ეგეთი როჯა გვინდა რა
და მაგრამ მინდა რომ ეგეთი ხალხი აი მოძრაოთ რა. ბიჭო, თუ არ იქნება სასტუმრო საშუალება ყოველთვის ბოლო-ბოლო აგერ ერთი ჩემთან გაჩერდება, მეორე ვიღაცასთან გაჩერდება და ესე შემდეგ. ერთი ზვიადისთან გაჩერდება ერთი ორი დღით სახში და ავეწყობით რა, არ იქნება ეგ ისა. უბრალოდ ვისურვებდი რომ ეგეთი რაღაცა ვნახო რა. ეგ მე იქნება გეთაქვე მაგაში და ეგ ძალიან მაგარია რა თქმა უნდა და ეს პროცესი როგორც წაიწევს ეხა მაგალითად აი თქვენ ვიუებსაც გადავხედე მე თქვენი ყურება რომ დავიწყე თქვენ ნახვები გქონდათ რაღაც ასები და რაღაცები ეგეთები რა და ვერ ხვდებოდი მაგას და ეხა გუშინ რო შევედი თქვენს პეიჯზე გუშინ წინ 5000-ები 6000-ები 10000-ები 20000-ები აქვს ვიდეოებს და ეგ არის მეტრიკა იმის რომ ამ თემაში მოდის მეტი თვალი მოვა მეტი ხალხი დაიწყებს ყურებას მეტი ფული იქნება და მეტი ხალხი დაიწყებს აქეთ-იქით მოგზაურობას დავიწყეთ ჩვენ უბრალოდ დავიწყეთ ჩემპიონებით რა მაგრამ რეალურად ახლა ამ საქმეს ხო 20-20-დან ვაკეთებთ 2020 წლის თებერვალში დავიწყებე კომენტირება და ზოგადად ამ თემებზე ლაპარაკი და ალბათ ეგ დროც მოვა რა რომ ჩვენ ვიქნები წალი ადული არ არის ხო დაჟე გონი მერაბის პირველ დაცვაზე ბოლოს უმართანაც არიან ჩვენები ხო მე მგონი ხო იმაზე ხო არა ვეგასში მე მგონი აზე ხარ ანუ მერაბის დაცვაზე თუ არ იყვნენ ეხა სიდნიში რო არ იქნებოდნენ ეხ ხო არ გაგიკვირდებათ რა და ალბათ ძნელი არის და მაგარი იქნება რომ მართლა ისეთი დრო მოვიდეს რა რომ შენ როგორც თქვი და სულ იძახით ისეთი დრო რომ მოვიდეს რომ ნიშნულობა არ იქნება აი ნომრიან pay-per-view-ებზე მაინც რომ ერთი კაცი ყავდეს მაგარი იქნება და დარწმუნებული ვარ მოვა ხო ეგ დრო გიო ყველა ვარიანტი იმიტომ რომ ჰაბები კეთდება ეხლა MMA რა ვიცი ეხლა თქვენს ამ თემაში ხართ და ალბათ უყურებთ რა საერთოდ გავითარდება აგერ საუდის არაბეთში კეთდება რაღაც ბაზა და იმ ივენთ 3-4-ზე თავისუფლად შეიძლება რომ ვიღაც ყავდეს აბუ-დაბი დუბაი აქვეა ევროპა აქვეა ანუ უბრალოდ ეფორტი ჭირდება რა რაღაც ცოტა კიდე ჭირდება რომ მოდაპროტი წაიწიოს და მე მგონი ეს მატარებელი როგორ დაძრულია ცი დაღმართზე დაძრულია და ტორმუზები არ აქვს ბოსად მოხუჭები არ აქვს და ვერ გააჩერებ რა MMA ძალიან დიდი რამ გახდება საქართველოში ძალიან დიდი რამ უკვე არის ყველა MMA-ზე მელაპარაკები ბიჭო რომ ერთ დავსვამ და მე მიდი შენ რა ანუ ეხლა არის თუ არა რაღაც how to say whisper ჩურჩუტები ხო ჩურჩულები ხო ანუ არის თუ არა რომ რაღაც მართლა შეიძლება რეალური იყოს რომ ამ მომენტში იყოს ყველაზე საუკეთესო რომ ჩვენ ყველა ანუ ვიბრძოლოთ იმაზე რომ საქართველოსში ჩამოვიდეს fight night-ი და შენი აზრით რამდენად რეალური არის იმიტომ რომ ფაქტიურად ეხა ყავს ჩვენ ორი ჩემპიონი რა და ამაზე უკეთესი დრო რა ვიცი შეიძლება არც იყოს რა არ მინდა დავთარსო და დარწმუნებული ვარ კიდე გვეყოლება 23-იც მაგრამ მაინც რახან ახლა არის დრო ვფიქრობ თუ არა რომ რეალური იყოს და დეინამაც გააკეთა კომენტები ხო ნახეთ ალბათ პრეს კონფერენციაზე რომ საქართველოში კი წავალთო და რას ფიქრობ გიო საქართველოში ჩამოსვლას მე ვიცოდი და ვიცი რომ 2025-ში რეალურია მაგივრეთის გაკეთება შარშან გასულ წელს 2024-ის დასაწყისში მითხრეს ეგეთი ინფორმაცია რომ 2025-ის არ დამთავრდება fight night-ი იქნება საქართველოში და ეხა ეგ რამდენად მოხდება არ ვიცი წელს მაგრამ 26 რო არ გაცდება მაგაში თითქმის დარწმუნებული ვარ რა და თან ორი ჩემპიონი ყავს ანუ წარსულზე ესეთი მაგარი დრო არ ქონია შე როგორც თქვი ხა რა ესეთი მაგარი დრო არ ქონია მაგრამ ეს ამაზე მაგარი დროები შეიძლება გქონდეს რაღაც მომენტში შეიძლება რაღაცები არ იყოს ჩემპიონი რაღაც მომენტში მე მეტი ჩემპიონი ყავდეს მაგრამ ეხლა მომენტი რა რომ საქართველოში გააკეთო fight night უბრალოდ ერთ-ერთი რაც მარნერიულებს არის ის რომ საჩემპიონო ბრძოლებს fight night-ზე რამდენად ჩანიშნავს დენა თან ორს მერაბის და ილია ტოპურიას ბრძოლას საქართველოში fight night-ისთვის და ივენთისთვის არ გააფუჭებს ესე რა უბრალოდ იმიტომ რომ ზუსტად მაგიტო არის საჭირო ახალი სისხლი, რასაც ვიძახი და ამას მოყვება ახალი სისხლი ზუსტად. იმიტომ რომ საქართველოში საჭირო იქნება მეტი ქართველი მებრძოლები და ადგილობრივი ბიჭებსაც გაუკეთებენ კონტრაქტებს, ან ერთხელ მაინც აჩხუბებენ. ამას ეს მოყვება რა. ეგ არის მთელი პლუსი UFC ივენთის და ესეთ დონის ივენთის ჩვენთან როგორც ავსტრალიაში გაკეთდა ახლა ძალიან ბევრი დებიუტანტი იყო ავსტრალიაში early prelims-ზე და preliminary card-ზე. ეხლა ხალხი გეიზარდა რომ ცუდი ივენთია და შეიძლება სახელები არ იყვნენ იგივე ავსტრალია ტაიტუი ვასალებაცები არ იყვნენ ტრამპების გამო, იმის გამო, ამის გამო, მაგრამ ძალიან ბევრ ადამიანს მიეცა შანსი მაგაზე თავის გამოჩენის და გამოიჩინა კიდეც და ეხლა ჩვენც მე მგონი რომ აი ამირანი, დანზილოვი და ეგეთი მებრძოლები უნდა იყვნენ ქართულ fight night-ზე. მაგრამ ასეთი დააკომპლექტებს UFC-ი, ანუ ქართველი მებრძოლები დააკომპლექტებს ყველა ვარიანტში.
მათ შორის გეთახმები. ამინ მოვა ეგ დრო და ტიტულ, რა თქმა უნდა, ტიტულსაც დავიცავთ საქართველოში რა. ეგ იქნება აი pay-per-view event-ის ჩატარება საქართველოში ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან event უნდა დაიწყოს დილის 7 საათზე კვირას. იმიტომ რომ ქართულ ბაზრისთვის ტიპმა ინგლისში აჩხუბა კვირას გამთენიისას მებრძოლები და ქართული ბაზრისთვის ხო ხდები როგორ ფეხებზე კიდია ამერიკაში pay-per-view გაყიდოს დენამ და საერთოდ არაფერი არ აინტერესებს ამ და დილის 7 საათზე უნდა იჩხუბა ჩვენ მებრძოლება მაგას ნიშნავს და fight night მირჩევნია იყოს შაბათს საღამოს თბილისი გადაიქცეს აუც უზარმაზარ ზეიმად თბილისში უზარმაზარი ზეიმი ჯობია მე ეგრე მიჩენია მე არ მაქვს პრობლემა ქართულ ჩემპიონებმა თამარი დაიცვან სადმე მე საერთოდ ზოგადად ვამჯობინებდი კიდევაც რომ ყველა ქართული საჩემპიონო ბრძოლა ჩატარდეს ვეგასში და ან ლოს-ანჯელესში მაგის გარდა კომისია კარგი მე ხა მაგალითად ეს აბუ-დაბიში ჩატარებული საჩემპიონო ჩხუბები ჩემთვის არც ისეთი მისაღებია და ეს აბუ-დაბის ცენტრალიზაცია რო ხდება ფეხბურთშიც ბოქსშიც MMA-შიც ანუ ნელა რომ მიცოცავს იქით ყველაფერი აღმოსავლეთისკენ ეგ თლად კაი ამბავი არ მგონია ამიტომ სადაც არის ტრადიცია ბრძოლის სადაც არის ისტორია ბრძოლის და ესეთი ჩხუბების და დიდი ივენთების იქ უნდა დარჩეს ეს მექა სადაც არის და იქ უნდა ჩატარდეს ჩემი აზრით რა და ჩვენთან თუ fight night-ი ჩამოვოთ წელიწადში 2 წელიწადში 3 წელიწადში ერთხელ იყოს თუნდაც ხო ეგ ძალიან მაგარი იქნება ამას მოყვება ახალი ნაკადი ახალი დინება განვითარება სპორტის საქართველოში იმიტომ რომ ეხლა რაც უნდა ჩვენ თავი მოვიტყუოთ ხო დღესდღეობით ქართული MMA ახლოსაც არ არის მაინც იქ იმასთან სადაც უნდა იყოს ადგილობრივად ვიძახი რა ადგილობრივად ვიძახი და არ ვიძახი რომ არავინ არაფერი არის არის ყავს ჩვენ მაგარი ხალხი საქართველოში მაგრამ ჯერ კიდე ბევრი რამეა გასაკეთებელი და ასაშინებელი არ ვარ ჯერ დონე არის ზოგადი დონე არის ასაწევი რომ მაგას შეუწყოს ეს ნამდვილად ხელს დარწმუნებული ვარ თუ მოხდება იცი რა მგონია ძალიან მნიშვნელოვანი ერთსაც ვიტყვი და თუ თემას ვსვით რა შევცვალოთ ძალიან ვსვით აი ბევრი ორგანიზაცია გამოჩნდა ეხლა და ეგ მგონია ყველაზე მნიშვნელოვანი რა იმიტომ რომ აი მაგალითისთვის მოვიყვან ამერიკაში სულ ერთი წელი ვჭიდაობდი მაგრამ იმერ წელში ყოველ შაბათს ქონდა ტურნირი და ძალიან 37 მატჩი მაქვს ნაჭიდაობები დავიწყე ჭიდაობა ერთი თვე დაწყებული ქონდა რომ პირველი მატჩი ვჭიდაო და ბევრად სწრაფად განვითარდი ვიდრე 3 წელი რომ მევარჯიშა და ორ თვეში ერთხელ რაღაცა ავტობუსი წავსული ყავი სხვა ქალაქში მეწვალა და ტურნირზე მე მონაწილეობა და აი ეგ ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას და ხშირად უნდა მიეცეს მებრძოლებს სამოყვარულო დონეზე ჩხუბების ჩატარების შესაძლებლობა აღონდ ისე რომ ტრავმები არ მიიღო და თავის თავს გაუფრთხილდნენ რა იმიტომ რომ თქვენი სხეული არის ის money maker-ია კარგი გაგებთო ბრძოლებში ხო და მაგაზე გამახსენდა რა მაგის პასუხია და შენ და ტომ ჰარდი როდის აპირებთ? არა ბრო ეგ ლადო რაცში უნდა გამოიწვია მე ვიცი ტომ ჰარდი რასაც მიზავს და ლადო დარწმუნებულია თავის ძალებში და რაღაცა ხდება მაგასთან დაჯახება და მე ტომ ჰარდისთან არ მინდა ჯახი საერთოდ არავისთან ჯახი არ მინდა მაქსიმუმ ჯახი რაც მინდა არის ფელბაზე open match-ზე ლეგიონში ჯუჯიტსუში მაგას ვენომ ეხმარება კაროჩე რა მაგის EPO არის ვენომ და you know what I say ლადო დაწყავს თავის ვენომი ლადოს რო ვენომი ყავს ეგეთი უნდა ჩემი მაყაშვილი მიეცით მაგაც რა მაყაშვილი ჯობია რა ლადო ჩვენ შენ კუთხეში ვარ ძმაო არა თუ შედგა ეგ მატჩი თელი საქართველოს გუშევატყირეთ ლადოს ეგ ბრძოლა დაიდოს და ხوار გადაუჩევს მე არა უბრალოდ არ ვიცი არა რეალურია ალბათ მაგრამ იო, რა ვქნა გადავინახოთ უშუალოდ ალექსანდრეს ბრძოლაზე თუ ნუ ხო დღეს რა თქმა უნდა ჩვენი თავარი კურსი არის UFC 312 კერძოდ ალექსანდრე თოფურიას დებიუტი ხო რა და გადავიდეთ ფათაშორის ბიძინა გავაშელი მინდა მოვიკითხო აქედან ემბასადორის რაღაც პოდკასტია მაგაში არის ხოლმე ხშირად გუშინ ლაივში იყო მოვიკითხავ ძმაო მიხარია ძალიან შენი ხშირად ნახვა ლაივში და მალე ელოდეთ სიახლეებს ბიძინაზე ოქროს არწივი flying soon აი ეგ არის იმის რომ მეტი თვალი მიეპყრო MMA-სკენ და ამბასადორი გახდა ხო იცი ბიძინა ამბასადორი ბეთის ამბასადორი გახდა რა ძალიან მაგარი გუშინ ვებაზრე მეც დავიწყოთ მაშინ უშუალოდ ალექსანდრეს ბრძოლა ახლა ყველას აინტერესებს ძირითადი ინტერესის სფერო ეგ არის ამ ივენთის ირგვლივ ქართველებისთვის ეგ იყო
დავიწყოთ თუ გინდა რომელიმე თქვენ დაიწყეთ, თუ გინდა მე დავიწყებ, როგორც გინდათ რა. მე პირადად მინდა რომ მოგისმინოთ ჯერ და გავიგო რა გაქვთ, რა ანუ ფიქრობთ. კითხვა ის დავსვით ბოლოს რა, რომ როგორი დებიუტი გინდა გირჩევნია მეთქი რა, იმიტომ რომ რომის კარგად ვიცნობ უკვე რა და დაჟე პასუხიც ვიცოდი, მაგრამ აი ეს საინტერესო კითხვა რო იქნებოდა, შეიძლება ზოგს ერჩივნა რომ გამოსულიყო უცებ რაღაც ნოკაუტი გააკეთებინა, გასულიყო ხოლმე ხარმა ერთი ნოკაუტის მომენტი ყოფილიყო, დებიუტი მორჩენილიყო, გამოსულიყო, მაგრამ ჩვენ როგორც თქვით რა, ძალიან მაგარი დებიუტი იყო, იმიტომ რომ სამივე რაუნდი გამოიარა და ყველაფერს გაცა, ანუ ამ სამ რაუნდში ყველაფერს გაცა პასუხი და აჩვენა აბსოლუტურად ყველა ასპექტი რა, თავის დგომიდან, გრაპლინგით, კონტროლით, takedown, wrestling ყველაფერი აჩვენა რა და ძალიან წარმატებული, ჩემი აზრით ძალიან წარმატებული და ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც მართლა უნდა ყოფილიყო რა, დამეთანხმებით ხოლმე. და იქ სამი რაუნდის ასპექტი თქვენ გახილვას უყურებ ბრძოლამდე და სამი რაუნდის ასპექტით მეც გეთანხმებით რომ ძალიან მაგარი რაღაცა აი ნოკაუტის თემა კარგია რომ უცბად უსაფრთხოდ გამოვედით და ბევრი ის არ მიგუწია არც საფრთხე არც არაფერი ხებ დაუბანეთ მოვჭით ბრძოლას მაგრამ ჰაილაიტიც შეგვჭა მაგ ბრძოლიდან ის სუპლექსი რომელიც ალბათ ნოკაუტს ყველგან ხედავ და სუპლექსი ძალიან იშვიათია ხო სუპლექსი შეგვჭა სამ რაუნდში ფაქტიურად სამი ერთმანეთისგან განსხვავებული რაუნდი იჭუბა მიწაზე აჩვენა უნარები განში აჩვენა უნარები ისე რომ რაღაც კიდურები ვერ არ დააჭერინა არც საკუთხედში ჩავარდა არც ლეკიქებმა დააზიანა არც კრივში ხო საერთოდ ტიპი რა ბიჭო რანაირი როგორი კრივი აქვს არ ვიცი ახლა თქვა რომ უფრო შეაფასეს მაგას მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ეგეთი ლამაზი საყურებელი რა ვიცი ძალიან კარგი იყო აი ეს ჩანს რა ტექნიკაზე აქვს დამუშავარი ტიპს ანუ ერთი ნაბიჯს არ ახტება მე კრების დიდი ფანი და ეს არ ვარ ექსპერტი არ ვარ მაგრამ მე სადაც ვარ from where I'm sitting it looks მე ზუსტად გეთანხმები მეც ეგრე ვარ ზუსტად ძალიან ის რო ახსენე ჰაილაიტები ნოკდაუნიც ქონდა რა თქმა უნდა და დაღვინებული მებრძოლისავით იბრძოლა რა ანუ he was patient ხო რომი ანუ ძალიან მოთფინება და რაღაც აჩვენა აი დაღვინებული მებრძოლი რა წარმოიდგინე ახლა პირველ რაუნდში ის ნოკაუტი რო ყოფილიყო ოვერჰენდის შედეგად, ხო? რამდენ რაღაცა დააკლდებოდა მას, როგორც მებრძოლს ამ ბრძოლაში გამოცდილების შეძენის მხრივ და რამდენ რამე დაგვაკლდებოდა ჩვენ, როგორც განათლებულ მაყურებელს, რო გვენახა მე. უფრო ღრმა წყალში რო წავიდა ბრძოლა რა. და ამიტომ ყოველთვის ეს სწრაფი ფინიშები, როგორც ადრე ვთქვი, მით უმეტეს საწყის ეტაპზე ცოტა დათურ სამსახურს უწევს მებრძოლს და არ არის კარგი. ფინიშები ჯობია უკვე შემდეგ საჩემპიონო ბრძოლასთან ახლოს ან საჩემპიონო ბრძოლები როცა იქნება, მაშინ იყოს ვიდრე იმ გამოცდილების ხარჯზე, რასაც აქ შეიძენს ახლა რა. მთლიანობაში კრივსაც შეეხება დაცვა იყო არაჩვეულებრივი. დეფენსი იყო წინვალე მართლაც. ცოტა სახიფათო კი არის, რა თქმა უნდა, როდესაც ძალიან ქვემოთ წევ თავს, ზოგჯერ ამაში შეიძლება სავალალო შედეგი დაამთავროს, მაგრამ აქ ისე მოხდა, რომ გათვლილი ჰქონდა ალექსანდრეს სწორად, როდის უნდა ჩაეწია თავი ძალიან ქვემოთ, დამახსოვრებული ჰქონდა აშკარად ჩვევები თავისი მოწინააღმდეგის და არ ეშინოდა მაგისი რა. პირველ რიგში მინდა ვისაუბრო განსხვავებაზე მინდა ვილაპარაკო ალექსანდრე თოფურიას და ილია თოფურიას შორის რა, რაც დავინახე მე. ალექსანდრე თოფურია, ორივე მარშალ არტისტები არიან, რა თქმა უნდა რა, მაგრამ თავისი მარშალ არტისტობის დემონსტრირება ალექსანდრეს აშკარად უფრო უყვარს ბრძოლაში, ვიდრე ილიას. ანუ რას ვიძახი, იცი? უფრო ფრთხილია გაცილებით, უფრო ეკონომიკურად ჩხუბობს გაცილებით. მაგალითად იყო რამოდენიმე სიტუაცია, თუნდაც აი კედელთან ამდენჯერ ყავდა მოწინააღმდეგე, იქ ილია აბსოლუტურად სხვა რაღაცას გააკეთებდა. ალექსანდრე ჯებს დაარტყამდა, ან მარჯვნას დაარტყამდა, გამოვიდოდა რესტარტს აკეთებდა. რამოდენიმეჯერ მუხლით რო შეახტა ის ბიჭი, რას აკეთებდა? იცი, ერთ და იგივეს უკეთებდა. ან მარჯვენა მუხლით შეახტებოდა და მარჯვენას უკნებდა, მარცხენა მუხლით შეახტებოდა და მარცხენას უკნებდა. მაგ დროს მაგალითად ილია დაახვედრებდა ჰუკს აუცილებლად რა, წინ წავიდოდა და ეს უკან მოდიოდა და მე სხვა რაღაცეებით უტევდა რა. ანუ ავიღოთ ახლა სცენარი ეგეთი. ავიღოთ სახლი რა. და მივიყვანოთ ნები თოფურიები ამ სახლთან. დასანგრევია რაღაც ქოხია ძველი და უთხრათ, რომ აი ალექსანდრე
შენ როგორ დაანგრევდი ამ სახს და ილია აბა შენ როგორ დაანგრევდი ამ სახს. ალექსანდრე თოფურია ადგება შევა სახელოსნოში, აიღებს რაღაცა ტაჩილა, მაჩილა, ლომი რაღაცა ნელა სახურავიდან ნელა ჩამონგრევას დაიწყებს. გაიგე? და ილია თოფურია გაიხედავს და მინდორს ბულდოზერს დაინახავს, დაქოქავს და გადაუვლის ეგრევე, გაიგე? აი ეს არის მათ შორის განსხვავება. ის იმ გასვლებში, სადაც შევიდოდა ილია მაგალითად და ცეცხლში შევარდებოდა თავით როგორც მეხანძრე, ალექსანდრე თოფურია მაგდროს სხვანაირად იქცევა, არ შედის იმ გასვლებში, უფრო სხვანაირად, უფრო მეტად მოჩხუბარი არის ილია და უფრო მეტად მარშალ არტისტი არის ალექსანდრე, მაგრამ ეგ იმას არნიშნავს, რომ ერთს რაც შეუძლია, ის მეორეს არ შეუძლია, იმიტომ რომ ზუსტად ეგეთი იყო GSP. არ იყო მოჩხუბარი GSP არ გააკეთებდა ისეთ რაღაცეებს ჩხუბში და არ გარისკავდა ისეთ რაღაცეებს ჩხუბში, რასაც მაგალითად ნიკ დიაზი იზამდა რა, მაგრამ აი ჩემპიონი იყო. ასე რომ არამს და არამს არნიშნავს ეგ იმას, რომ ალექსანდრე თოფურიასაც არ შეუძლია თავის ძმასავით კამარი აიღოს, რახან თავის ძმასავით არ იბრძვის. მაგას თავისი მიდგომა და მეთოდები აქვს, ილიას თავისი მიდგომა და მეთოდები აქვს, ორივეს აქვს თავისი პლუსი და მინუსი. ამრამდე გზა და ზოგადად MMA-ში და აი როიცია ხოლმე რწმენაში გზა რა, ანუ ყველას თავისი გზა აქვს ამ ცხოვრებაშიც და MMA-ში მით უმეტეს. შენი სტილი გაქვს, შენი საუბრის მანერა გაქვს, შენი ჰაილაითები გაქვს, შენი იღბალი გაქვს, პასუხისგებლობის გრძნობა, შენ თავზე მუშაობის უნარი, ყოველ დღე აი ცხოვრება შენი MMA მებრძოლი და თავისი ცხოვრება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ვერ იქნება ადრე რაღაც კომპანიებში რომ მუშაობდი ხოლმე, სხვის კომპანიებში რომ მუშაობდი ხოლმე, უყვარდათ გამოთქვა, რომ შენი პრობლემებიო დატოვო კართან ოფისში რომ შედიხარო რა და შეიძლება ერთი ეგ ბულშეტია კორპორატ სამყაროშიც, მაგრამ აი ამ თემაში მე თუმეტეს ბულშეტია მებრძოლი რო ხარ და რა ვიცი, ნებისმიერ ხელით მოიქნევია და რამე როლინგ კლასზე თუ ყოფილხარ, მთელი შენი ემოცია რაც არის პროფესიონალი ეს ყველაფერი ძალიან დიდ როლს თამაშობს შენს პერფორმანსში და მით უმეტეს კარიერაში და გზაში, ანუ ის რომ ვიღაცასავით არჩევობს არანაირად არნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ ვიღაცა კამერამდე ვერ მივა და ამის დასტურია მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია ყავს ორი აბსოლუტურად განსხვავებული გზის გზა გამოვლილი ადამიანი, რომელიც მივიდა კამერამდე და შეადარეთ ერთი და იგივე რამეს ვერ მეტყვით, რაც საერთოა ილიას გზასა და მერაბის გზას შორის კამერის აღების დროს. გარდა იმისა, რომ ქართველები არიან და ჩემპიონები არიან. უბრალოდ მე რა არის არ მინდა ხალხმა გაიგოს არასწორად, როცა ვამბობ, რომ ალექსანდრე უფრო მაგარი მარშალ არტისტია და ილია უფრო მაგარი მოჩხუბარია. ანუ ორივე მოჩხუბარი. რა როგორ გავიგე ეგ? ხო. მე მესმის ეგ ისე რომ იძახი რომ ილია თოფურიას უფრო შეიძლება თავის ანუ რაღაც უფრო ემოციებს უფრო მეტ უფლებას აძლევს რომ თავისი მოძრაობები და ექშენი მართოს და ალექსანდრე უფრო ადამიანია, რომელიც მეტი არას გადმოიღებს ესე გაშლის და ილია არის, რომელიც აუცილებლად დაშეხავს ვიღაცას და ალექსანდრე მეტი არას გადმოიღებს და მეთოდურად შეეცდება, რომ თავისი ოპონენტი და ინსტრუქციებს წაიკითხავს და რაღაცას პერი აწყობს და პირდაპირ აწყობს. ორივე ძალიან მეთოდური არის რა და განსხვავებები თქვი, მაგრამ როგორ გვანან ერთმანეთს ეგეც თქვი ბარემ. რაღაცა საერთოდ ისე არ არის ახლა რომ ილიას ძალიან ბევრი ხელსაწყოები არ კონდეს და არა უბრალოდ ილიას უყარს ურაგანში ჩხუბი, ალექსანდრეს უყარს კარგი ამინდის შექმნა და წყნარ ამინდში ჩხუბი რა. ილია თოფურია ისე მიხარია რომ ილია თოფურიას ქვია პირველი ქართველი UFC ჩემპიონი, განახეს ხაზი არ გამიხარდებოდა, მაგრამ ტიპი არის რაღაცნაირად ანუ ბეძველი ბერძნებს პროცოდათ როჟა ღმერთად ყაცღმერთად აღიარებდნენ რაღაც ეგეთი ლეგენდა როჟა იქნებოდა. ნაკლი არ აქვს ტიპს, არც საუბარში ნაკლი აქვს, არც ქცევაში, არც ჩხუბში, არც ინტერვიუში, არც ვიმესა ურთიერთობა არ ეშლება არაფერი რა, ანუ გოუთია ტიპი და ზევსის ბიძა, კაროჩე რა, ზევსის ბიძა. ზევსის ბიძა. ოღონდ ისეთი ბიძა არ არის, ხდება ბიძა დარეკუთხის, მაგრამ ის მაინც ბიძას ეძახის, იმიტომ რომ რესპექტი აქვს. ისე მაქვს. ისეთი ტიპია რომ ვერ გამოეკიდებ, ვერაფერში ვერ დაიჭერი რა. ყველაფერს აკეთებს სწორად. ბევრი ჰეიტერი ყავს და ეგ ბევრის ნიშანია, ხო იცი MMA-ში. აი ვოლკინოσκისაც სხვა ჰეითერებდნენ, კამარი რო წაართვა ამას ჰოლოვეის ჰეითერებდნენ თავის დროზე და ესე ყველას თავის ჰეიტერი ყავს და ეხა ბოლო ბრძოლის მერე გაცილებით ნაკლები ჰეიტერი ყავს ილიას და ნახოთ და ეხა უკვე ჩვენ ქართველებს ყავს ჰეითერები რა, იმიტომ რომ ისე დონეზე ავედით რომ ისე გვიყურებენ უკვე, რომ აუ თქვენ ხო მაგრები გონია თავი, ხო და ეგეთ პონჩი გვიყურებენ და ფიქრობ თუ არა რომ ამ ბრძოლით ანუ რაღაც იყო ისეთი
შეიძლება შესავალი, რომ ანუ ეს არის თოფურიას ძმა, მაგრამ ანუ უკაცრავდა, ეს არის ილიას ძმა, მაგრამ ეს ილია არ არის, ხო გესმის რა, ეგ იყო რა და არ არის ის დონე და შეიძლება და თვითონ thickness-მაც ეგ თქვა, ისე ჯიგარი ბიჭია და მაგარი მებრძოლი არის, shout out to thickness as well and whole team, მაგრამ ანუ პასუხი გაეცა რა ამას, რომ ალექსანდრე თოფური არის ეგ დონე და უეჭველი უნდა იყოს UFC-ში და იმსახურა და დღეს მანდარი და ძალიან კეთილი ბიჭი არის რა. ხო გახსოვთ მიკროფონზე რა თქვა, რომ Colby Thickness მიეცითო რა კონტრაქტიო რა. ეგ იყო მაგარი ჯიგარი, ქართული ჯიგარი რა. კი ბატონო. ძალიან კარგი მოხდა და ასევე აი საუბრები რაც არის ხოლმე რა, რომ შესეთი აი ქართველებზე რაც ვთქვი, რომ ეხა ქართველები როგორ სიტუაციაში ვართ, იცი ქართული MMA-ი მე მგონია რომ ტიპები ხედავენ როგორც რაღაც ვიღაც რაინდებს, რომლებიც მოვიდნენ დაღესტანელების და ესეთ მოჭიდავე სტილის მებრძოლების გასახუჭებლად, ну დაღესტანელებს არქივარის ხალბით ბიძაშვილი ეც შემოეცემა მერაბს ამ ბოლო დროს თორე ისე რაღაც წინამორბედი აქვს და ილიას უწინასწარმეტ ყველაფერ ისლამის გათიშოს თორე ანუ აი მაგ ხალხის დასამარცხებლად მოვედით და მაგათი ერთადერთი გასაღები ვართ რაღაც ეგრე ვიყურებენ მგონია და მაგათი ბევრი ფანი წამოვიდეთ ბევრი სხვადასხვა რად ვიყურებენ ასევე ჩვენ ქართულები ეს რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეგ არის მთელი სილამაზე რომ ყველას თავისი მოსაზრება აქვს და ყველას თავის აზრს გამოთქვამს მაგრამ არ გონი ჰეითერებიც რო ყავს ეგეც ცუდი არავი არ გონია პირიქით კარგია ჰეითერები რო ყავს ხო success ანუ წარმატების ნიშანი არის რა წარმატების ნიშანი არის ჰეითერები და სხვათა შორის ბოლოს რა რომი სუიძახის რომ აუ ჯო როგენისგან ჯერ საქართველოზე არაფერი გამიგიაო რა ანუ თავის პოდკასტზე რა და სხვათა შორის ახლა უყურებდი რა ბოლოს ის ქონდა მაცერაც იყო რა თქმა უნდა მაცერა რო იქნება საქართველოს უეჭველი გაიგებ რა მერაბი არასდროს არ ავიწყდება რა და მაგან თქვა რომ აუ ის კიდე ვიღაც კომედიენ არის რა და იმას ევასებაო მაგრამ დაღესტანელებიო რა და მერე რა ჯო როგენმა თქვა იმაზე ჩვენზე რომ მერე რა ეგენიც იგივე მთაზე არიან მეორე მხარეს რა და shout out to რომან დოლიძემს ბოლოს ქონდა კიდე ინტერვიუ და ანუ კარგად გამოვიდა სიტყვით რომ ჩვენ ვართ კავკასიელები და ერთი რეგიონი და პირიქით ეს სპორტი უნდა გვაახლოვებდეს და კავკასიის შულები ვართ ყველა რა ერთადერთი მაგ ლაპარაკის და საუბრის მომხრე ვარ აი ზუსტად იმიტომ რომ ეგ არის საუბარი და არა რაღაც მტრობა და ერთმანეთის რაღაც ქიშპობა და რამე ეგ არის საუბარი რომელიც ქმნის ჰაიპს რომელიც ყიდის ივენთებს და მეტფულს უხდის მებრძოლებს რაც უნდა იყოს ჩვენი ყველას მიზანი იმიტომ რომ მეტფულ გადახდელი მებრძოლები ნიშნავს იმას რომ ლებრონის დონის ტიპი შეიძლება გაგიჩნდეს ოქტაგონზე ლებრონის დონის ათლეტი რომელიც ანაცვალებს წელიწადში 60 მილიონიან კონტრაქტს UFC-ის კონტრაქტს და იჩუბებს აქ ისე მაგრა ისე წარმომიდგენია გიო შენს და რომიც მაგარი trash talker-ები იქნებოდით რა არა რომი drop some trash რომი go on bro sell the podcast dog ჩემი საყვარელი ეს არის ეპიზოდები თქვენი არის რომი რორენცე წავა ხოლმე და რაღაც თემაზე რაც მართლა ემოციურად არ უყარს მაგაზე რა ჩააჭერს ხოლმე და უბრალოდ ვწდები და უყურებ და უსმენ დღეს off day მაქვს რა შენ ლაივებზე დაიხარჯე და შეინახე ხოლმე თავი გაიგე? ხო გესმის ბიჭი. არა, ლაივზეც ახლა რო გავალ ამის მე რო წავალ ხდარბაში off day მაქვს დღეს არ ვაპირებ. რა ვიცი ახლა მე კაი მაშინ ცოტა რაღაცას ვიტყვი მეც. Let's go. ცე მორჩა off day და. ბიჭო მე ჯერჯერობით დარბაზებში, თვითონ ინდუსტრიაში, სპორტში და ვინც ამ საქმეში ჩახლართულია, აი ამ MMA-ის მართულ ხლარში, კარგად, კი ბატონო, ქართულებს ჩვენი წილი პატივისცემა გვაქვს. მაგრამ საერთაშორისო ჰაიპის დონეზე და სტანდარტები თუ იმსჯელებთ, ჯერ ახლოსაც არ ვართ იმ ჰაიპთან, რაც დაღესტანს აქვს რა. ეგ რა თქმა უნდა. მაგრამ ამ კონვერსეიშენში რომ მოგვიხსენიებენ, ეგ არის კარგი, მაგ საუბარში რომ ვართ, ეგ არის კარგი, იმიტომ რომ
რაღაც მომენტში ანუ აი სამსახურში სწავლობ რა მოგვაქროს ხალხმა თვალი რომ მეტ ბავშვს მოუნდეს ქართულ MMA-ში ყოფნა რომ მეტ ხალხმა ისაუბროს მათზე და ავალთ მაგ დონეზე ეგ ეუყურებ რა ჯერ ქათამე იყო თუ ჯერ კვერცხი ჯერ მაგრები გავხდეთ და მე აი ჯერ დაღესტანის დონეზე ავიდეთ მაგდენი საქმე გავაკეთეთ მაგდენი ხანი არც ვართ ამ თემაში და ტოპზე არ ვართ დრო არ ქონია მაგაზე აკეთების მოვიდეს ეს ჰაიპი ჩვენთან ხალხი დაიწყებს კეთებას და ავალთ და თუ ვინდა ვთქვათ, ბარემ რატო არ ვართ დაღესტანის დონეზე არც სოფლიო ჰაიპით და რეალურად არც დონით და გეტყვით. ვთქვათ რა უნდა ითქვას ეგეთი რაღაცები. აქ ჩვენ მარტო ის რა ჰი და რა ხაბიბი არ ყავდა რა არა ხაბიბი ჯერთი ხაბიბისნაირი ელჩი არ ვყავს ჩვენ. ეგ ხაბიბმა გააკეთა ეგ ლიდერი საჭიროა, ეგ ელჩი საჭიროა, რომელიც მიუხედავად იმისა რომ ყავს ჩვენ ძალიან ბევრი ბიჭები, ჩემი ძმაკაცები არიან ზოგიერთები, ეგეთი ელჩი ჩვენ არ ყავს. არავის არ ეწყინოს ეგ რა. ერთი ლიდერი რამდენად აუცილებელია უბრალოდ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვართ ეგეთი ტიპები, რომ ერთი ლიდერს ვიღაცა არ ვაი, თქვათ ეხა ყავს, მე მიყავს, ბიბიჭა ჩოხელია იქ, ჩოხელის ფრონტ კიკ ნოკაუტი რო ის იყო ამბასადორი იყო ქართულ MMA-ს, ეგეთი ამბასადორები გვიბრალოს მერტები, ინდივიდუალურები. მე უყურე რას ვიძახი? ხაბიბმა გააცნო კულტურულად. ისე რა წყნარად დინჯად საუბრით ნაბიჯ ახსნით გააცნო თავისი ქვეყანა და თავისი ქვეყნის ბრძოლის კულტურა მთელ სოფლიოს გამიგე? აი ეს ქნა ხაბიბმა მაგრამ როგორც ელჩი მაგიტო თავისი ბრძოლები რა თქმა უნდა თავისი ბრძოლები აქ ცალკე თემა კიდე მაგრამ აი ეს ქნა მაგრამ უსმენდა ხალხი და უფრო მეტის მოსმენა უნდათ წყუროდათ ხაბიბის ინტერვიუები ისე როგორც მაგრეგორის ინტერვიუები თავის დროს და მაგას რო თავი დავანებოთ მაგათ აქვს ბლოკბასტერი დაღესტანში ავარჯიშებენ და გამოყავთ ტალანტები მასიურად აი იმ ერთ დარბაზში და კიდე ამას თავი დავანებოთ ძალიან ბევრი ძლიერი ჩვენზე მეტი ძლიერი მებრძოლები ყავთ UFC-ში ეგეც რა თქმა უნდა ჩვენ ბრალი არა ჩვენ ახლა დავიწყეთ და დროის ამბავია და მივალთ ნელ-ნელა მაგრამ აი ეს არის მომენტები რაშიც ჯერჯერობით უნდა დავეწიოთ რა და დავეწიოთ ისე კი არა რომ ცუდად ეგ ჩვენთვის мотиваცია უნდა იყოს რა იმიტომ რომ რაც მაგათ გამოუვიდა თქვა 10 წელში ჩვენის 4 წელში გავაკეთეთ ხო ესე იგი შეგვიძლია არა აუცილებელი ესეც სწრაფად თქვა თავარი კარგად გავაკეთოთ სწორად და ნელ-ნელა მივალთ იქამდე რა მე შენ აი შენ თქვენ განაცემს რო უყურებ შენ დაახლოებით ესე შორი და ხო გიცნობ რა ტიპის ხარ და აი ეს რო რაღაც არ ვართ და იმის თქმა რომ უკვე ვართ მან ეგ არ გიყვარს შენ და არც მე მიყვარს მაგრამ ეგეთი ტიპი ვარ მე ეგ შარლატანობაში გადადის რაღაც მეტროებაში გადადის და მოვლენების წინ გასწრებაში გადადის ეხა ვიღაცა რომ შავი ხამარი გაიკეთოს სხვა ჯუჯიცუს დარბაზში ეგეთი კრინჯი თემაა რა რომ ვთქვათ რომ დაღესტანის დონე და აგერ მოვედით და რაღაცა მაგრამ მართალი ხარ გეთახვები ანუ მაგიტო შენც რატომაც გაგიზიარებს ეგ თემა მეც მაგიტო მაგიზიარებს ეგ წინასწარ ლაპარაკი ზოგადად მაგ თემებზე რა მაგრამ გზაში ვარ და მოვდივართ ელემენტარულია, გაიგე, ელემენტარულია ყველაფერს თავიდან, ანუ ჩვენთვის არის ცუდი. ჩვენთვის, ჩვენი განვითარებისთვის არის ცუდი. როცა ერთ ხუმს მოიგებ და მსოფლიო ჩემპიონი გონია თავი და მსოფლიო ჩემპიონს უწოდებ თავს, შენთვის არის ეგ ცუდი. ვეღარ წახვალ წინ, შენი მიდგომა არის ყველაფერი. როცა დარბაზში შედიხარ ყოველ დღე, შედიხარ, უნდა ისწავლო და არა იმიტომ რომ შენი აზრი დააფიქსირო, მწვრთნელს გააწყვეტინო, იმას ასწავლო, მწვრთნელი ერთს ეხუხსნი, შენ მეორეს უხსნი, ვის აინტერესებს ეს? შენ უნდა გაიზარდო, შენ უნდა გინდოდეს ზრდა. ძალიან ხშირად ხედავ სამწუხაროდ, რომ აი გონიათ, რომ ყველაფერი იციან. არავინ არ იცის ყველაფერი. არავინ არ იცის ყველაფერი. ყველამ ერთმანეთს უნდა ვასწავლოთ. თუ კი შენ გონია, რომ რახან 10 ბრძოლა გაქვს ჩატარებული, ვიღაც დამწყები რაღაცას ვერ გასწავლის, მაშინ წარმატებას გისურვებ, რა ვიცი, აბა შენც. Yo, I'm ready to have fun again, guys. I don't want to do no more comparisons. I don't want no more Dagestan. I don't want none of that. ერთი კითხვა მაქვს, ცოტა შევცვალოთ რა თემა რა, პირადული კითხვა, ანუ გიოსთან რა, რომი მე და შენ უყურებთ ხოლმე ინგლისური, ანუ კომენტატორებით რა, ინგლისური ეთერი რა, და ხანდახან საერთოდ გამორთვაც გვიყვარს, იმიტომ რომ რაღაც თემებზე გადადიან ძალიან ისე აი მარტო ბრძოლის ყურება თუ გინდა რა რაღაც სისულელებს ხან თითქოს რაღაც DC და რაღაც off topic ძალიან off topic გადადიან ხოლმე რა განსაკუთრებით ჩვენ ბრძოლებზე იმიტომ რომ ეს სერიოზულად მიგვაქვს ხო ანუ ჩვენი ბრძოლები რა სერიოზულად და უცებ რაღაცაზე ლანჩზე და დინერზე დაიწყებენ რა საუბარს რა და ისე მე მაგრამ მიყვარს რა და ვაფასებ ამ კომენტატორის როლს რა და ყოველთვის მინდოდა და
თავიდანაც ვახსენეთ, რომ საშუალება ჩვენ არ გვაქვს, რომ ქართულად, აი წარმოიდგინე გიო ქართულად არასდროს არ მაქვს ნანახი UFC რა, ანუ და შენთვის როგორ არის, ანუ do you get to enjoy commentating or do you prefer when you are just watching instead, you know? ორივე ალბათ. ეგ კითხვა ხო არ ვიცი, მაგ კითხვას პასუხი არ ვიცი რა, მე ვიცი რომ კომენტატორობა ძალიან მინდოდა რაღაც პერიოდი, მას შემდეგ რაც ნახე რომ კომენტატორობა შეიძლება, არ ვიცი რატო ჩამიჯდა ეგიდია, სულ MMA-ზე მინდოდა საუბარი უბრალოდ ხალხთან. მეტი არაფერი არ მინდოდა, უბრალოდ მინდოდა რომ ხალხს ცოდნა და რა მაგარი სპორტია და ის რომ აი რაღაც დარბაზში სიარულის და ეს სხვა აქტივობების პარალელურად კარგი იქნება თუ თქვათ მიხვალ ჯუჯიცუზე ისწავლი ჩხუბს, კარიერა შეგიძლია MMA-ში გქონდეს, დაკავებული იყო ამით, უყურე UFC ზოგადად და აუ ზოგადად ცხოვრება უფრო მაგარია, როცა ბრძოლებს უყურებ რა და კომენტატორობას სტროს სიამოვნებას რაც შეეხება, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი საქმიანობა, რასაც ვაკეთებ საერთოდ ჯდომა და საუბარი მაგას კომენტირებაზე, მაგრამ ბრძოლების ყურება ესე წყარად ჩემთვის ჩუმადაც მიყვარს, ფილარმონიასთან ჩხუბების ყურებაც მიყვარს ხალხთან ერთად და ყველაფერი მიყვარს, აი სხვადასხვანაირად ერთი რაღაცის კეთება არ მევასება ცხოვრებაში, იმიტომ რომ მაგრად ბეზგდება მე ყველა ვარიანტის ერთი რაღაცა და ფეხებზე ვიკიდებ რა და კომენტატორობა არის ჯერჯერობით ერთ-ერთი რამ რაც არ მომბეზდებია ცხოვრებაში და უბერო ყოველდღე. მაგარია. მომბეზდება კაი ხანი და გარანტიას გაზრდა. ხო და აი მაგაზე კიდე რა, ეხლა აი ეს კომენტატორებაზე თქვი, კომენტატორობის ხო ფუნქცია ხო ის არის, კომენტატორის საქმე ხო ის არის, ჩემ წარმოსახვა ყოველ შემთხვევაში და ვისაც მომისმენია ესეთუსაც ვიც სერიოზული კომენტატორი იყო და ამ პროფესიას ახასიათებს არის რომ რაღაცნაირად გრძნობების და ემოციების და ფაქტების კონსიერჟი ვითხარ, მიგაქ ეს თემა ადამიანებამდე და მინდა რომ მათში ჩადო აი მომენტის სიდიდე რა, რომ გუშინ ეხა Hall of Fame-ში შეიყვანეს ადესანია გასტელუმის ბრძოლა. ეგ რა ჩხუბი იყო გახსოვთ? საერთოდ მოულოდნელად რა ბენგერი აიწია ხო გახსოვთ? ანუ სიგიჟე იყო. ორჯერ მაგ ეგ ჩხუბი ნახი მაგის მერი, მაგრამ მაგ მომენტში რო უყურებდი, უბრალოდ აი ემოციურად მეთქი აფეთქება მინდოდა რა და აი ეგ ემოციები რო გადასცა ვიღაცას და მაგდონეზე რო დაუსწორო ვიღაცას რო აი დაანახო რატომ ეს ბრძოლა მნიშვნელოვანი და მე ბრძოლის დროს ასიამოვნო იმ ჩხუბით ვინც გიყურებს ახლა ვინც გამორთავს მას ზოგი ინგლისურზე თავს ზოგი ანუ ვისაც როგორ უნდა ეგ ჩემი აზრით კომენტატორის მთავარი ფუნქცია ეგ არის რა რომ ადამიანებში რაღაც ემოციები გამოიწვიო და სულში ჩაწვდომას და მახსოვს ეგ იყო პირველი ადამიანი გასტელომი ვინც ადესანიას მაგ პერიოდში გაუწია დიდი წინააღმდეგობა რა და ისე რა მომენტს ამოირჩევდი განსაკუთრებულს ოღონდ ქართულ MMA-ში არ ვიძახი და ყველა ჩვენი ბრძოლა და გამარჯვება არის რა თუ გაქვს რამე ამორჩეული ანუ შენი მომენტი ეთერში რომელი ბრძოლის რა ქართულს რა თქმა უნდა არ გულისხმობ რა მაგალითად მე ხორხე მაზვიდალის flying knee ეგ არასდროს არ დამავიწყდება ეგ იყო რაღაცა ძალიან სასწაული რა მაგარი Holloway-ს ნოკაუტი გეიჯისთან UFC 300 მიყავდა ძალიან მაგრად მიდიოდა ზოგადად ეს როგორ არის კომენტირება იდეალური ეთერია არასდროს არ გაქვს რა ყოველთვის რაღაც გაყრა ექნება შანსი არ არის რომ რაღაცა არ გაიყარო იმიტომ რომ ჯერჯერობით საქართველოს კიდე სხვა ესებადება იმიტომ რომ ხამე მიყავს და 3-4 საათს იწყებდა დილის 7 საათამდე და ცოტა სხვანაირი შეიძლება რა მაგას კიდე ტვინის მუშაობა ცოტა უფრო კიდე რთულია და მაგ მომენტში რაღაც ყველაფერი იდეალურად მიდიოდა და ეგ ნოკაუტიც რა ვიცი აი სიგიჟე იყო უბრალოდ რაში ჭირდებოდა როგორ ჭირდებოდა იდეალურად დაჭდა და ეხლა იმ მომენტში არ ვიღებდი ზოგჯერ ვიღებ ხოლმე მაგრამ ეგ ნოკაუტი რომ მოხდა აი სავარძელი უკან გავაგდე რაღაცა მინდია მუხლებზე დავეცი და გეგონე აღარ ვიცოდი რა მოხდებოდა რა ერთი ეგ იყო და მეორე პორიემ რო ბენუა სენდენი დაანოკაუტა შარშარ რაღაცნაირად დისრესპექტი არ მოწონდა პორიეს მიმართ დისრესპექტი მაგრამ და მაგ მომენტში რაღაცნაირად ტელევიზორს ხელი მოვარდი იმდენად და ჩავარდა ეს ტელევიზორი მაგიდასა და იმას შორის კედელს შორის და მე და მინდია მაგ მომენტში ტელევიზორის გარეშე გავიჩინეთ და ჩალიჩოვდით და თან მიყავდა და მაგიდის უკან ტელევიზორის ამოთრევას ჩალიჩოვდით რომ რა ხდებოდა გვენახა რა ეგეთი რაღაც სიგიჟე იყო რამდენად რთულია რომ ანუ მიკერძულობა არაჩვენო რა მაგ ანუ როცა ეთერში ხარ რა თუ
თუ პირიქით არ ტეხავს ეხა ქართველი რო გამოდის, ვიცი ყველამ რომ თუ ანუ ჩანს ეგ მიკერძულება? ქართველი ჩუბობს ყველა ვარიანტში, ქართველი აზარი როგორ არა. შეჭუბება, მაგრამ კიდე ნეიტრალური ვერ ვიქნები უბრალოდ და სხვა ბრძოლებზე არ ვარ ესე მიგერძოებული არავიზე. ეხლა ჯონ ჯონსის სირიალ განსხვავებული ჩხუბებოდა, მათ კიდე კაი მალე დამთავრდა, იმიტომ რომ გამიჩნდებოდა რომ მიგერძოებული ვიყავი და შემდეგ ალბათ აღარ წავიყვანდი ეხლა ასპირანტურაში ჩხუბება, იმიტომ რომ publicly მაგ რა თქვა ეს საზოგადოებრივ ცემს თუ ჯონ ჯონსი თქო, მაგრამ ზოგადად მებრძოლებს ყველა აბსოლუტურად ყველა მებრძოლში ხედავ რაღაც სილამაზეს იმ გზაში რაც მათ გამოიარეს და უდიდესი პატივისცემა მაქვს ყველა მებრძოლთან UFC-ში და UFC-ს გარეთაც რა და ეგ მიკერძოებულა ხა გეიჯისა და ჰოლოვეის შორის არც ერთის მხარეს არ ვიყავი სასწაული ბრძოლის და ეპიკური მომენტების მხარეს. ყოველთვის მაგის მხარეს ვარ, მაგარი ბრძოლის მხარეს ვარ, ბენგერის მხარეს ვარ. ყოველთვის ან რაღაც მოხდება სამართლიანი რაღაცა ჩხუბის და ეგ თუ მოხდა მე ბრძოლის რაღაც არ თამაშობ რაღაც კაზინოებში მე არ თამაშობ ბილეთებს მე არ ვწერ და мотиваცია არ მაქვს არანაირი რომ მე მოიგოს წააგოს და ემოციურად კიდე კარგი ივენთის და კარგი ჩხუბის გარდა არაფერს გულშემატკივრობ რა მაგის თქმა უნდა. Nice. You're listening to Fight Pod Georgia, weekly MMA podcast with the Cartwellians. რომი ხوار დაუბრუნდეთ ერთი კითხვა კიდე ალექსანდრეს რა აკვე. მე კიდე ბევრი რაღაცა მაქვს სათქმელი უბრალოდ. მიდი შეჭი. არ გამოვიდეს რომ პინარაკა რა. არა, იყო იქ სიტუაციები, რაღაცეები, მაგალითად ზურგზე რამდენჯერაც მოვახტა, რა ძალიან ბევრჯერ ქონდა ჰუკების გამოყენების საშუალება ფეხებით, ჰუკები იქიდან აქედან, მაგრამ ეთქვა ზურგის აღების და კონტროლის ეს არ იყო გეგმაში. მახჩობელაზე გასვლა, ალბათ იმიტომ რომ კარგი გრეპლერი და დაცვა კარგი აქვს, იმის თვითონ ალბათ მაგაზე ენერგია არ დახარჯო, ეგრე შეთანხმდნენ. მე ეგეთ იმიტომ რომ იმდენჯერ ქონდა ჰუკების ჩატანიების საშუალება და არქნა, რომ გამიკვირდა ძალიან. მეორე მომენტი იყო ბოლო რაუნდში, როცა აკონტროლებდა კომენტატორები სხვათა შორის იძახდნენ, რომ აი მაუნდზე რატო არ გადადის, ოჯახ აშენებულში მოჭხუბარი არა ხარ, მე უნდა გასწავლო. ზოგჯერ არის რომ ისეთ რაღაცებს, ზოგჯერ არის რომ სახში რო ხარ, შიგნით ხო? გარეთ უნდა გამოხვიდე ხანდახან რომ ნახო გარედან სახს რა ჭირს, თორე შიგნიდან შეიძლება ვერ დაინახო ხო გარეთ რა ჭირს სახს. ზოგჯერ კარგია რომ მოშორდე და ცოტა შორიდან შეხედო ალბათ სპორტს. იმიტომაც ემართება და ეგ მაუნდზე არ გადავა, იმიტომ რომ როდესაც მაღალ ტიპს ეჩხუბები, შენზე გაცილებით მაღალს, რომელიც კარგი გრეპლერია, მაგასთან მაუნდზე გადასვლა ძალიან არ არის ხელსაყრელი სიტუაცია შენთვის. ძალიან ცუდია ეგ. შენ თუ მაღალი ხარ და ის თუ დაბალია შენზე და რაღაც სიტუაციები გიწყობს კიდე ხელს კი აქვს აზრი, მაგრამ სხვა შემთხვევაში სახიფათო არც ისე კარგია მაუნდზე გადასვლა რა, ჩხუბში მით უმეტეს. მაგიტომაც არ გადადიოდა მაუნდზე ალექსანდრე ბოლო რაუნდში რა. მაგიტომაც გადავიდო და ნახევრად მუხლით შევიდო და ის ჰავგარდში ბრუნდებოდა რა. ეგ ძალიან მომეწონა. ეგ ძალიან კარგი იყო. ისევ და ისევ IQ ძალიან მაგარი IQ აქვს ალექსანდრეს, უბრალოდ მეტი გამოცდილება და აქტიურობა ჭირდება იმისათვის, რომ უფრო მომაკვდინებელი და უფრო სახიფათო და მაღალი დონის მებრძოლი იყოს ოქტაგონში რა. For sure, bro. კონტროლი იყო, რა თქმა უნდა, კონტროლი, it was all about the control, man. და ფიქრობდი თუ არა, რომ იმას ქონდა რაღაც threats. How would you say threats in Georgian, bro? არა, არაფერი არ ქონდა ისეთი ქონა. ანუ ქვემოდან ისროდა რაღაცეებს, ხო? ჩალიჩობდა, ანუ ქვემოდან, რა? ესეთი არაფერი არ იყო მან და ძალიან ჩვეულებრივი ამბავი იყო. რო ყოფილიყო აუცილებლად აღნიშნავდი, მაგრამ არც ერთ და არც მეორეს არ ქონდა რაღაც ტრანზიშენების და საბმიშენების განსაკუთრებული მცდელობა. მაგაში მიდის ზემოდან რო ხარ და რო აკონტროლებ, ხო, მაგაში დიდი ენერგია არ მიდის. თუ კარგად იცი კონტროლი და შეჩეული ხარ ამ სიტუაციას, მაგრამ როცა უკვე იწყებ ground and pound, როცა იწყებ posturings, რო იწყებ დაყვების გაშვებას რო იწყებ, გადასვლას რო იწყებ ერთი პოზიციიდან მეორეზე სწრაფ-სწრაფად საბმიშენს რო ეძებ, აი მაგაში მიდის ენერგია და ეგ არ რთული. ან ტეიქდაუნის დაცვას რო ცდილობ, მაგაში მიდის ენერგია. ტეიქდაუნზე რო მიდიხარ, მაგაში მიდის ენერგია. თორე ზემოდან რო ხარ და აკონტროლებ, უკვე იქ მიხვდა რომ შეეძლო ძალიან ისე ეკონომიკურად გამოეყენებინა თავისი ენერგია და ჩაენთავრებინა რაუნდი კონტროლით და მოეგო გარანტირებულად ბრძოლა და ძალიან ჭკვიანურადაც გააკეთა რა. ეს არის საბრძოლო IQ, რაც ძალიან მომწონს და ზოგადად
იშვიათია რომ ქართველების ჩხუბს მეორედ მესამედ გადავხედო ეგრევე ქუთათელაძის ჩხუბს გადაზე მაქვს გადანახედი რამოდენიმეჯერ მახსოვს ლევანის რამოდენიმე ჩხუბი მაქვს რამოდენიმეჯერ ნანახი და გუშინ ალექსანდრის ჩხუბი როგორ დამთავრდა ეგრევე მეორეჯერ ჩავხდი და უყურე რა იმიტომ რომ სიამოვნება მივიღე ნამდვილად რა და წარმატებული დებიუტი ულოცავ მთლიანად საქართველოს და თოფურიებს ივე თქვა დუდიმაც ზუსტად პირველად მივიღე ქართველი მებრძოლისგან სიამოვნებაო და ვიზიარებ შენს ამ გზნობას დუდი მეც რა ნამდვილად ამ შემთხვევაში shout out the dude shout out the dude ამ თემას ახლა მე შემიძლია გავაგზავნო არ ამოვწურავ კიდე ბევრი რაღაცებს ვიტყვი რა ერთადერთი ვიტყვი იმას რომ პირველი spinning back kick-ი რო აი მილიმეტრებში აცდა ველოდებოდი მეორე მესამე რაუნდში spinning back kicks უკვე level change-ით wheels-ში რა და შეიძლება დაავიწყდა, შეიძლება აღარ ჩათვალა საჭიროდ, შეიძლება აღარ მიეცა კუთხით მაგის საშუალება. მეორე spinning back kick-ი ძალიან ადვილად გავიდოდა ღვიძლში უკვე, ძალიან ადვილად. ყოველთვის ატარებს. მაგრამ ნუ ალბათ მომდენო ბრძოლაში ვიხილავთ რა. იმიტომ რომ თავში აქვს ხელი და ღმერთს არ ამოგვოძს. და იმდენად მაგარია რა, შეიძლება გაიგეთ, კაი ბრეიკდაუნი გააკეთე ფაითერის პერსპექტივიდან და ეგეთ მაგიტო არის რომ მებრძოლები ვინც არიან და ვინც ხართ ბრეიკდაუნები დააკეთოთ და პოსტოთ რომ ხალხმა ნახოს თქვენი პროფესიული ბრეიკდაუნები ბრძოლებს. მე რა ვიცი, ჩემი თავისთვის მებრძოლი არც არ მიწოდებია, არც ხისთვის მithkoms არ ვუსო მებრძოლი ვარ თქო, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ვარჯიშობ, ჩხუბებიც მაქვს ჩატარებული სხვადასხვა დისციპლინაში, კიკბოქსი, MMA, ნაჭიდავებიც მაქვს და ანუ ჯიუჯიტსუ თავისთავად. არც არ მიწოდებია ჩემი თავისთვის მებრძოლი, მაგრამ არ არის მაგრამ neighborhood elderly women call him that. Oh, Ivan. Spider guy. I was gonna say, მაგრამ his wife calls him that, მაგრამ აღარ, no wife აღარ ჩავდე რა განაში. But my grandma says I'm a fighter, so I must be. მოგიკა მაგარია. მე ჩემი თulis რომ მაგარია. არა, bro, მე ვიზახი რომ შეხო ტრიალებ ჯიმში ეგრე ბრძოლები გაჩატარებული და ეგ ვისაც აქვს ნახი თქო და სხვებსაც ვისაც ეგ გამოცდილება აქვს და კარგი გამოცდილება აქვს. ეხლა წეგა რომ ბაზრობდი ვფიქრობდი რომ რა მაგარი უცნაური იქნებოდა თქო და საქართველოში დონის აწევას რო ეძახდი და ამერიკაში ავარჯიშებ ხალხს, ამერიკაში კი ქართველებს ავარჯიშებ ზერთად, მაგრამ არა, მე უბრალოდ გასწრები ხალხ. ვათაშორის ამერიკაში უფრო ამერიკელებთან მუშაობ, ვიდრე ქართველებთან რა. ქართველები ახლა მე ვინ წავს ზვიადი, ლევანი, მაგათ ჩემი ის არ ჭირდება ვარჯიში, აქეთ ბიჭები პატარები ვინ წავს, ეგენი სხვა დარბაზში არიან, შორს არიან ჩემგან და აქ ერთი ორი ბიჭი არის ესეთი, რომელიც მთხოვს რომ ჭიდაო 125-ში ჩხუბობენ 57 კილოში და ნუ ჯანის ამბავში შენ ქართული ჯანის მერე ამერიკულ ჯანს ცოტა გვიადვილდებაო და ასევე ეგეთ რაღაცებში ვეხმარები ჯერჯერობით და ლაპებზე რა ლაპებზე უჭირავ ხოლმე იმიტომ რომ MMA-ში არ არის გავრცელებული სამწუხაროდ ლაპები არასაკმარისად მიდის ამაზე მუშაობა და ვცდილობ რომ ეგ განვავითარო ჩემთან დარბაზში თენგოს დარბაზში და რაც შეეხება სხვა რაღაცებს ეხლა თენგო იმდენად კარგად ასწავლის ჯერჯერობით მე არც მზადყოფნაში გზნობ ჩემ თავს და არც ვთვლი რომ არ არის საჭირო სანადისა მე თუ მექნება საკმარისი ცოდნა იმისთვის რომ ცალკე მე ჩემი საქმე გავაკეთო კი ბატონო გავაკეთებ აუცილებლად მაგრამ დღესდღეობით სადაც ვხედავ ჩემს თავის საჭიროებას იქ კი ვერთვები და რაღაცებს ექსტრა რაღაცებს ვაკეთებ კი ბატონო ბაზარი არა მაგრამ ამას პირველ რიგში ისევ და ისევ საკუთარი თავის განვითარებისთვის ყოველი დღე მარშალ არტისტისთვის უნდა იყოს თვით განვითარებისთვის მიმართული რა კეთილ რა ქვია მას nobility როგორ არის ქართულად რა ადამიანის კეთილშობილება არის მდგომარეობს იმაში რომ რაც გუშინ იყავი იმაზე უკეთესი შეეცადო რომ იყო დღეს და უფრო უკეთესი ხვალ nobility ის არ არის ან მეფის კარი დავგასტებები ვარია ხოლმე nobility ეხლა ეგრე მე და ეგეც შეიძლება რა ხო ანუ it can be an adjective it can be or it can be a person like royalty or some shit ქართულ მებრძოლებს ერთი რაც აკლია ქართულ მებრძოლებს ჩემი აზრით დღესდღეობიდან ნელა იძენენ არის insightfulness როგორ არის ქართულად აი უფრო მეცნიერება sweet science რა უფრო ფსიქოლოგიას და ფილოსოფიას ბრძოლის მეტი დრო რო დაუთმონ რა და ჩემი აზრით ნელა ეგეც მოდის საუბარი მარტო საუბრიდან იმდენ რაღაცას სწავლობ ბრძოლაზე მარტო განხილვიდან მარტო მსჯელობიდან იმდენ რაღაცას სწავლობ ვისკარად მოისმენ მაგას ბრო ხო იცი ვიღაცა ბიძამ შეიძლება გითხრას რომ ეც მა ეს რაღაცა რომ ჩაგიცავს იმონოთ რაღაც კარატე შენ აი ხო ხდება რომ სულელი ფრაზები ხო გაგებული ხა შენს და
იმას რა იმეუბნები და სტივენ სიგალზე ვიღაცა 24-ში კითხა სტივენ სიგალზე ხალხები და აი მეთქი no bro ჯერ კიდე არ აქვს ინფორმაცია მაშინ როცა ამდენი წყარო არსებობს და ამიტომ ვიძახი რომ რაც მეტი ინფორმაცია იქნება იქ ახლა ბავშვები ყველაფერს YouTube-ზე უყურებენ და YouTube is the shit ყველა განათლება ახლა შეიძლება ვერ მიიღო რაღაც მეცნიერებადანაზე მაგრამ მე ისწავლე YouTube-ზე და ჯუჯიტსუს კი და კრეგ ჯონსი ყავდა იმას თიკნეს კუთხეში მაგიტო იყო რომ ზურგის აღება ალბათ დიდად გეგმაში არ ქონდათ good point შორის კრეგ ჯონსი იყო იქ მაგრამ ხო კრეგ ჯონსის მოსწავლეებს რო ზურგს აუღებ იქ დიდი შანსია რომ უბრალოდ ენერგია დახარჯო და ბოლოს შენ ზურგზე აღმოჩნდე და ის ზემოდან რა იმიტომ რომ შემოგიტრიალდეს შეიძლება რა ამიტომაც შეიძლება ჰუკებს არ იყენებდა ალექსანდრე ეგ საკმაოდ კარგი პოინტია რა ბიჭო მე მინდა გამათენდა რა და არ მინდა რომ რაღაც ისე გამომივიდეს მაგრამ ყველაზე ცხელი თემა დღესდღეობით MMA-ში რა არა მარტო ქართულ MMA-ში არის რა თქმა უნდა რა ის თოფურია versus მახაჩევ რა და გიო რას ფიქრობ რა ანუ რო იძახის დეინა რომ აუ მაგარი რაღაცა გვაქვს გამზადებულიო მაგას გულისხმობს თუ არა ჩემი აზრით დეინა რო იძახის მაგარი რაღაც გვაქვს გამზადებულიო მაგ დათქვამით რეაქციებს შეამოწმებს მე თემას ვინც იტყვის რომ ეს არის ალბათ ეს არის მაგარი რაღაცაო მაგას გააკეთებს რა ტიპს ავში არაფერი საერთოდ გამზადებული რამდენიმე ვერსია აქვს და ჩემთვის პირადად ორი ბრძოლა არის 25-ში რაც უნდა მოხდეს ჯონსი ასპირალი უნდა მოხდეს მახაჩევი თოფურია მახაჩევი უნდა მოხდეს მახაჩევი თოფურია იქნება იმიტომ რომ ხო ისი დაიცავს ტიტულს და ეგ უნდა მოხდეს ყველა ვარიანტში ეგ ორი ბრძოლა და ილია თოფურია რომ მახაჩევს უნდა შეხვედრო და მე ვიზახდი კამარი რაც მოიგო მას შემდეგ იმიტომ რომ როგორც კორონა გააკეთა რომ მაქსიმალურად ბევრი რამ მოასწროს პიკში და სანამ მაქსიმალურად ბევრი პიარია მაგრამ კაცი წავიდა და მაქს ჰოლოვეიდან გავთა და მაგაზე უფრო დიდ პიარს ვერ შეიქმნიდა ვერ აფრით ილია თოფურია და მეტ ფანს ვერ შეიქმნიდა და ეხლა ვფიქრობ რომ რა ვიცი შეიძლება ვინმე არ მეთანხმებოდეს მაგრამ ჩემი აზრით ისლამ მახაჩევთან ბრძოლა არის შემდეგ ერთადერთი ლოგიკური ნაბიჯი და თქვენი აზრი მაინტერესებს რას ფიქრობთ მზად არის თუ არა იმიტომ მე მგონია რომ დანოკაუტებადია მახაჩევი რა მე მგონია რომ რაც არ უნდა იყოს ჭიდაობაში მახაჩევი ვეჭიდავს თოფურიას რაც მოხდა გუშინ ალექსანდრე თოფურიასთან ტეიქდაუნზე რო გახსოვთ სპროლი უკვე ფეხები რო ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იყო ფეხებში შესული არ იყო თიკნესი თოფურია ესე იყო რა და ვისაც ახლა ვიც შედარებით დაბალია და მოკლე ფეხები აქვს ხო იმ ტიპის წაქცევა არ არის მარტივი თემა ისევე როგორც მაღლის სხვა მიზეზის გამო არ არის წაქცევა აი სპროლიზე კარგი სპროლი აქვს ილია მარტივად ვერ წაქცევს მახაჩევი ბოდილოკით და ასე შემდეგ შეიძლება წაქცევს მაგრამ მიწაზე აუ საშიშია რა თქმა უნდა მახაჩევის გრეპლინგი ვარ თოფურიას მე მგონი ექნება პასუხი და სტრაიკინგში მუშტი რომ მოხდება თოფურიას მუშტი რომ მოხდება ეგრევე რაღაც პატარა მიწისურას თიქნება მახაჩევისთვის და მინახავს მე ისლამის სახე მას შემდეგ რაც ვულკანოვსკიმ მოარტყა 1-2 გემრიელი და მაგ დროს აი რაღაცნაირად იცურებია ხოლმე მებრძოლები რა ნაკლებს რისკავენ ნაკლებ მეტს თმობენ და MMA-ში პატარ-პატარა ბრძოლების მოგება ძალიან მნიშვნელოვანია. პატარ-პატარა რაღაცები არ უნდა დაუთმო შეიძლება ბრძოლს, რომ მე ტეიქოვერი არ გააკეთოს მთელი სიტუაციის და ილია თოფურია თავის თავდაჯერებულობით, კრივით, ხელში ძალით, ჭიდაობისგან თავის დაცვით და გრეპლინგით, ჩემი აზრით მახაჩევისთვის მიუხედავად ზომისა და ოფიციალურად ზომას გულისხმობს წოეთ კატეგორიებს, ყველაზე საშიში მეტოქია დღეს ვინც არის. ნუ ზედაწოლებს არ თვლი რა იქ. შავკატებს და რაღაცებს არ თუ. რახან დავიწყეთ ამაზე ცოტა დეტალურად ლაპარაკი მე მაშინ მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას. რა თქმა უნდა ჰაიპის ამბავში ამაზე დიდი ბრძოლა არც ერთისთვის ალბათ არ არის რა. მაგარი ჰაიპი იქნება და ესე შემდეგ. თუ რა მგონია ბელალ მოჰამედი როგორც თქვით ადრე, ნუ როგორც UFC ამბობს რაღაცა განსაკუთრებულს უმზადებთო, მეტი რა უნდა იყოს, ხო? განსაკუთრებულს და ბელალ მოჰამედს ერთ წინადადებაში UFC არის ყველა შანსი. არა ეხლა რა ხდება? ეს ბრძოლა, ამ ბრძოლაში ჩემი აზრით გადამწყვეტი იქნება გრეპლინგი. მახაჩევის და ილიას ბრძოლაში. ამაზე არ ვილაპარაკებთ, იმიტომ რომ არ გვინდა რომ მოხდეს გვეშინი ამ აპარაკი თუ ფიქრი თუ ისა თუ ესა, იმიტომ რომ მახაჩევი იქიდან გამდიდროს და ასეთი ძლიერია გრეპლინგში, ეგ სხვა თემა. მაგრამ ლოგიკურად და ძალიან ცოტა ლოგიკაა ჩხუბში ზოგადად და გეტყვით მაგაცას რატო,
მაგრამ ლოგიკურად რა ლოგიკას გვაქვს ჩხუბში, რაც გვაქვს დარჩენილი ლოგიკა ჩხუბში, იმის მიხედვით თუ იმსჯელებთ ლოგიკურად მაინც realობაში მივდივართ ჭიდაოვენ და გრეპლინგამდე ამ ბრძოლაში. ეგ იქნება გადამწყვეტი მომენტი. და რამდენად გჯერა რომ გრეპლინგში ილია შეძლებს მახაჩევის დაჩაგვრას, ეგ არის ცალკე საკითხი კიდე რა. მარტო გრეპლინგში თუ მუშტმოხვედრილი გრეპლინგში. მუშტმოხვედრილი გრეპლინგზე ახლა გეტყვი. ორი რატო? მუშტის მოხვედრა კიდე როგორი სიტუაციაა ნახე. ყოველთვის ლატარია. კი აქამდე ილია მიდის, მიაქვს ყველაფერი, მაგრამ ნახე რა ხდება. ერონ პიკო თუ ვიცით. ბელატორის მებრძოლი იყო რა, ახლა უკვე მალე UFC-ში იყო. ფრედი როუჩმა თქვა ერონ პიკოზე ეგეთი რაღაცა. ეს ბიჭი რომ მომცეთო მეო, ბოქსში რომ ვარჯიშო, მოჭიდავია ერონ პიკო ორი თავიდან, ქართველებს არ აქვს ნაჭიდავები. ეს ბიჭი მე რომ მომცეთო, იმდენ ნიჭიერია უკრივშიო, მე მას სოფლიო ჩემპიონს გავხდიო რა. ისეთი მაგარი ნიჭიერია კრივში ერონ პიკო. და ერონ პიკო სამჯერ არის განათიში ყბიდან. იმიტომ რომ ბოდიში და ესეთი დედამოწყნული რაღაცაა ჩხუბი რა. თუნდაც ლევან ჩოხილის ისევ და ისევ მაგალითად დაუბრუნდეთ, ბავშვი თუნდა ეცემა ლარკინი და 10-დან 9-ჯერ ცემს დაწუნებული. მაგრამ შენ რას თქვი წინა განხილვაზე თუ მეგონი matchmaking-ზე მაგაში გეთახები 100% უცხო. მაგას წყალი არ გაუვა. ზოგადად ჩოხელის კარიერაში არასწორი matchmaking-ი 1-2 ჯერ 3 ჯერ შეჩნეული მაგ და მაგარი ცუდია ეგ ზოგადად ყველა საშიე ეგ არის მებრძოლისთვის. Edge North კაც სახით შეუნგრიეს იმაში ვანში. ხო, როდესაც დროზე ადრე ბიჭს იმას ვისაც შეუძლია რომ 1 წელში 2 წელში ადვილად მოუგოს, მაგრამ დღეს ეს რაღაცა გზა გასავლელი ანგრევ შენ ამით შენს პროსპექტს რა. მაგრამ ანუ ჩხუბზე რაც შეეხება გამიგე? კი რა თქმა უნდა ილია ჯობია დგომში, მახაჩევს ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ხშირად ხდება სამწუხაროდ ისე რომ ვინც უკეთესია ის აგებს. ერონ პიკო ინვალე მაგალითი. ერონ პიკოს აქვს სასწაული ბოქსი. მაგარი ბიჭია ძალიან. აი გადმოვა UFC-ში და ნახავთ ყველა რა. ღვიძლში დარტყმები აქვს მაგარი. არანაირი ქონი არ აქვს მაგის ტექნიკას. სუფთად მუშაობს როგორც თოფურია ისე რა. მაგრამ მოხდა 2-ჯერ 3-ჯერ გაითიშა რა. იმიტომ რომ ლატარია რა, დარტყმაა ჩხუბია. ამიტომ როცა ამ ხელნაკაც ეჩხუბები მან რომ მოგხვდეს რა ამას რა შედეგები მოყვება, კი შეიძლება ილიამ დაარტყას პირველი და გადაიყვანოს და მერე დაახჩოს ან დააფინიშოს ან რადო დაარტყმა შეიძლება ვერც ადგეს ის. მაგრამ უბრალოდ რომ ვიცოდეთ და გათვითცნობებული ვქონდეს რამხელა ხიფათები არის ამ ჩხუბში რა. ძალიან დიდი ხიფათები ამ ჩხუბში და ხიფათი რო არ იყოს უზარმაზარი რივორდი და ჯილდო არ იქნება. ძალიან დიდია ჯილდო, რასაც მიიღებს ერთით და მეორეც მებრძოლიც pay-per-view-დან მიღებულ თანხაზე რო არ ვისაუბროთ და fame-ზე და ხალხის ცნობადობას და მაგას თავი რო დაანებო და ყველაფერი გვერდზე გადადო, რაც ახლა შენ თქვი ბაზარი, ეგ საფრთხეები ყველაფერი არის რა თქმა უნდა, მაგრამ ერთი რაღაცა ვოთ კითხვა მაქვს შენთან უბრალოდ და ჩემთან და ყველასთან ჩემ საკუთარ თავთანაც. შენი აზრით მე არ ვიცი ჯერ ვერ გადამწყვეტია რო შედგეს ეგ ჩხუბი. ისე უნდა იჩხუბოს ილია, აი მატადორი კი არა და ხარივით წინ რო მიდის და უტევს და ცეცხლში წვავს ყველას თავის წინ მდგომს, თუ როგორც თავის ძმა ცოტა თავის ძმას უნდა მიბაძოს და ცოტა უფრო ეკონომიკური და ფრთხილი უნდა იყოს მახაჩებთან. მე ილია თოფურია და ისლამ მახაჩევის ბრძოლა, იმიტომ კი არ მინდა რომ ისლამ მახაჩევს მარტივ ოპონენტად ხედავ და მარტივად მოგებს და რამე. მე იმიტომ მინდა რომ ეგ არის შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი ილიას კარიერისთვის. დასაკარგი არაფერი აქვს, ზედაწონაში ადის, ან მოიგებს ზედაწონის ქამარს, ან არ დაკარგავს არაფერს. არავინ არ დაუზრახავთ ის რაღაცა ბლახოვიჩთან აქვს წაგებული ნებისმიერ 10 ფანიდან კითხეთ და რა ვიცი 5 კაცმა იცის და სანამ თუ შედოქს არ შეამოწევს, ხო? ილია თოფურას ეს ეგ არის მაგარი ჩხუბი და მეორე რა უნდა გააკეთოს მაგ ბრძოლაში სიმართლე გითხრა ეგ არ ვიცი რა და მაგ გეგმის მე უბრალოდ რის იმჯერა იცი მე მჯერა რომ შენ რას თქვი ხა თავი ეგ ბრძოლა ჩაინიშნოს და იმ ჩხუბში უფრო ძლიერს ფურცელზე შეიძლება წაუგია მაგრამ იმ მომენტში უფრო ძლიერს არასდროს არ წაუგია თუმცა ჯერ არ დაჩაგრეს ვიღაც იმ მომენტში უფრო ძლიერი ვინც არის ის იგებს დილით შეიძლება ნერვიულობდი და ადრენალინი შეიძლება სხვანაირად მოქმედებს და ცუდად ხდები რა ოფლიანობ მაგალითად და ვულგერევა რაღაცა და ფიზიკურად სუსტები შეიძლება ცუდად ჭამეწინა დღეს შეიძლება ვიღაც დახშორდა მეგობარმა გაწყენინა ეს ბევრი რამ მოქმედებს იმ მომენტში აი მთელი ეს დიდი ის რო იყოს რა ქვია აუზი რო იყოს და პატარა ტუბიდან რო გამოდიოდეს რაღაც ხდები ეს ბეზეს თუ რაღაც ნამცხარს მოუკეთებენ ანუ ეგ არის ბრძოლის მომენტი ეგ არის
პიკი იმ ყველაფრის. მაგიტო არის რომ მებრძოლი ბრძოლის დღის იქით არაფერს არ ხედავს, ყველაფერი არის მიმართული მაკეთ იმის დღე. იმის იქით არის სიცარიელი, როგორც აი ასგარდი რომ თავდება და იქით ვარდება ყველაფერი. აღარაფერი არ ხდება რა და ამიტომ იმ დღეს მე უბრალოდ მგონია რომ ილია თოფურია თავისი გუნდით ალექსანდრე თოფურიას უმაგრესი fight IQ-თი კლიმენტ კლუბის ზოგადად დამოკიდებულებით ამ სპორტის მიმართ, იმიტომ რომ საერთოდ სხვანაირი დამოკიდებულება აქვს, მეცნიერული, მაგრამ თან ხალისიანი, თან სუბუქი, თან წვალება, თან შრომა და თან დისციპლინა და ყველა აი ამ თავისი შესაძლებლობებით იმ დღეს იქნება უკეთესი მებრძოლი, ვიდრე არის ისლამ მახაჩევი. ზოგადად არის თუ არ არის, ეხა ეგ არის გემოვნების საკითხი და ვისი ფანი ხარ და მაგის თემა რა. საინტერესოა, იმიტომ რომ ორივეს გეთანხმებით რა, ანუ რაც თქვით რა, მაგრამ ხანდახან არის ის, რომ არა შეიძლება ყოველთვის შე როგორც თქვი, რომ ქაღალდზე უკეთესი ყოველთვის არ იგებს, მიმ მომენტში პირიქით უკეთესი ყოველთვის იგებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ხშირად არის მართლა coin toss ბედის რა, ბედის რა, it's a luck thing, good luck or bad luck in that moment. You know what I mean? ქაღალდზე და სკილებით მე არ ვიტყოდი რომ მახაჩევი ჯობია პირიქით, ჩემი აზრით ილია არ არის გამორიცხული რომ ჯობდეს მახაჩევს. უბრალოდ მე აქ პრობლემა რაში მაქვს, არის ზომა და წონა. გამიგე? ძალიან ბევრს თმობს ილია წონაში და ზომაში, გაბარიტებში. მაგას თმობს წონაში. საჩხუბარ წონაში გულისხმობ რა. ილია ხო, 8 კილო არ არის ცოტა, ძალიან ბევრია 8 კილო. 8 კილო ბრძოლის დღეს არის 8 კილო ბარები არაღით შეუშვით ტიპი იმაში არა ძალიან ბევრია. ზომასაც ხო აქვს მნიშვნელობა რა სიმაღლეს. კი და გაბარიტი ცნობიც კარგი. როცა ასეთ მაგარ კაცს ეჩხუბები მით უმეტეს. ისლამ მახაჩევი არის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საყურებელი ათლეტი. რაც მაგან დასტინ პორიეს გაუკეთა ფეხით რომ დაიქნია ტიპი, მასეთ რაღაცას აკეთებს ადამიანი, ვინც ნაბღლარძულები და ნაჭიდავები დარბაზში არის 24/7-ზე წლები, აი წლები. ტიპა ბჭო, საერთოდ დასტინ პორიე დაიქნია ფეხით შუა მე-4 თუ მე-5 რაუნდში. არა მარტო ეგ და ვოლკანოვსკისთან პირველ ბრძოლაში ჯერ ესეთი ჩემი აზრით არ დააფასა ეგ თემა და მაშინ ვარაუდობდი რომ მოუგებს ვოლკანოვსკი და რაც გააკეთა ისლამმა და მაინც რომ მოიგო ეგ ჩხუბი, მან კიდევ უფრო აიწია ჩემთვის სტოკი ისლამ მახაჩევის კი არ დავარდა აიწია, იმიტომ რომ აი ეგეთი რაღაც გასასწრებელშიო ჩავარდება დიდი ჩემპიონები, პოულობენ გზას, ეგეთ გასასწრებელში უკან გზა იპოვო გამარჯვებისკენ. ლიანობაში ხო, ეხლა ჩემთვის მაგალითად ევლოების გარეთ ილიასთვის არავისთან ჩხუბს არ აქვს აზრი დიდად, არ ველოდები მას და მაინც მიჩემია ევლოებს თუ არ ეჩხუბება, მაშინ ეჩხუბოს მახაჩევს რა, მეც მაგ ჩხუბს ველოდები და მინდა მაქვს სურვილი. არ არის ჩემთვის საინტერესო რევანშები ვოლკანოვსკისა, არ არის ჩემთვის საინტერესო არ დიეგო ლოპესი და ვიცი რომ ევლოები ახლოსაც არ არის ჯერ არ მოისაზრება ტიტულზე, რაც პარადოქსია ჩემი აზრით, მით უმეტეს ქართველებს კარგად უნდა გვესმოდეს რა სიტუაციაშია ეგ ბიჭი, იმიტომ რომ მერაბის შემხედვარი რამდენი ხანი აწვალეს კაცი იმის გამო რომ ფინიშები არ ქონდა და რაღაცა, ეხა ევლოებს უკეთებენ იგივეს, მაგრამ ჩემი აზრით იმსახურებს ევლოები სუფთა სპორტული თვალსაზრისით. ეხლა თქვენ შოუ, მოუ, ბიზნესი და რაღაცები, კი ბატონო, ეს სხვა თემაა რა. სუფთა სპორტული თვალსაზრისით ევლოები იმსახურებს მაგ ბრძოლას რა. თვითონ ილია ამას თქვა, რომ აი ფინიშები არ აქვს, გასაგებია ილია იტყვის იმას, რაცაც ილია იტყვის, არ აქვს. ეგ არა აუცილებელი ჩვენ ყველაფერში დავეთანხმოთ. მაგრამ ევლოების გარეთ ჩემთვის ყველაზე საინტერესო და სასურველი სხვა მართლაც რომ აი ყველაზე ღირებულია რომ ღირდეს წვალება და მომზადება და წონის დაკლება და აი ეს ყველაფერი ამ წუთას მახაჩევი არის ყველაზე ესეთი ცხელი სახელი რა. 100% ეგრეა რა და 2025 წელი ჩვენი ვალდებულება არის რომ ვიყოთ ფრთხილად და გავითვალისწინოთ ყველანაირი სცენარი. და ვიზეიმოთ როცა ამის დრო დადგება და არა წინასწარ. ეს შეიძლება მებრძოლი არ იყო თქო, მაგრამ მარშალ არტისტი ხარ თქო, აი მაგ რასაც ამბობ. აი, უკვე სხვა თემაა და. ესე იგი, ხალხო, ძალიან გთხოვთ, გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვილაიქოთ, დაგვიკომენტაროთ, ოღონდ კულტურულად დაგვიკომენტაროთ და გამოიწერეთ ინსტაგრამი რა. ინსტაგრამი გამოიწერეთ ჩვენ, იმიტომ რომ ხშირად ლაივებს ვთავაზობთ, უფრო და უფრო მეტი ხალხი გვერდმერთვება და საინტერესო საუბრები მიდის იქ.
რასაც აქ ვერ ვახერხებთ რაზე ლაპარაკს, იქ ვსაუბრობთ ხოლმე მაყურებელთან ერთად, ვისაც აქვს სურვილი ერთვება, ამიტომ რომ იყო აქ ბევრს უნდა ჩართვა ჩვენთან, მაგრამ აი სამწუხაროდ აქ არ მოხერხდება, მაგრამ Instagram-ზე არის ჩართვები მქონია ლაივები ბიჭებთან, მაყურებელთან, გოგოებიც შემოგვერთით, პრობლემა არ არის, მრავალფეროვნებისთვის გაგვილამაზეთ, ესე იგი Instagram-ი და ლაივ ეთერი და გიო დიდი მადლობა ძმაო. მოსვლისთვის ბიჭები მოგვიკითხე, კამანდა მოგვიკითხე, მაგრამ გვიყვარხართ, გვალეშიკობთ. ყველა აუცილებლად გამოყევით გიორგის რა თქმა უნდა MMA Pros Picks და უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადო გიო ჯიგარი ხარო აი ჩვენთან გაიჩიქეთ დღეს და მხარს უჭერთ ერთმანეთს რა ბაზარი არა და გიორგის მინდა რომ დავახურინო ეპიზოდი რა ამ ისეთი Listen hold on one sec I just ერთი shout out უნდა გავუკეთო უმაგრეს ადამიანს ჩვენ ეპიზოდებზე გვიკეთებს timestamps რა დაყუროთ მე რო თქვა შეიძლება მეც გეტყვით ორი სიტყვით თუ კი გიო შენ დახურე ძმაო ისა ერთი კაცი არის გიო რა კომენტებში აკეთებს ხოლმე timestamp-ებს რა ჩვენთვის რა არა მარტო ჩვენთვის ძალიან მაგარ საქმეს აკეთებს უღრმესი მადლობა გუროს shout out ჩვენ ვართ Fight Hop podcast-ი და უღრმესი მადლობა ყველას Fight Hopper-ებს გიო take it away brother მე დაგვიმთავრო ხო თქვენს მე ზოგადად მაგრამ მიყვარს რა ეს წერას ვახსენე რომ ყველას ურჩევ რომ ამ თემაში ჩაერთოს და ილაპარაკოს და შენ თქვი რომ და ზოგადად მოხრე ხარ და საუბრობ ხოლმე მაგაზე რომ ბევრი კოლაბორაცია იყოს ჩვენ ვის ამ თემაზე ამ თემაში ვარ ჩართულები მაგათ შორის რა და თქვენ წლებია სამსაქმეს აკეთებ ვინც შემოვა აქ და ნახავს თქვენს კონტენტს ნახავს რომ წლების წინაც გედოთ ვიდეოები და ამ ენერგიით და ამ იმით მოდიხართ რა და ბევრს გირჩევთ რომ ჩაერთოთ ამ თემაში მოგვიდეთ აკეთოთ ეს საქმე და არის ხალხი ვიც აი თქვენიდან დაწყებული კიდე ბევრი ახლა ვიც თქვენ დუდით და კაკი და ბევრი სეტანტას ბიჭების ჩვენები ვინც ამ საქმეს ვართ დაკავებულები და ყველა ახალს მივესალმებით და თქვენს მადლობა ბიჭებო რომ ამას აკეთებთ რა და მე პირველ რიგში მე მაგრამ მიყვარს რომ მებრძოლების ინტერვიუს გაკეთება არის ძალიან რთული იმიტომ რომ ჯერ ესეთი არასწორ დროს ურჩევენ ხოლმე მებრძოლს ბრძოლამდე 2 დღით ადრე რომ ინტერვიუს ართმევ შეშემა სანამ წონა აქვს ჩაბარებული თავში ვაფშე რაზე ფიქრობ აი გახიზიანებულ მებრძოლს მოხდები რა უნდა შეურჩიოთ სწორად დაელაპარაკოს თავისი თავისი საუბარი უნდა მებრძოლს თავისებური ტიპები არიან რა და მე მაგრამ მიხარია რომ თქვენთან კომფორტულად გრძნობენ ხოლმე მებრძოლები თავს და გაფასებთ მაგის გამო და მიყვარხართ God bless ჯიგარი ხარ ვარ ყველა ძმები ჯიგარი ხარ ძმაო მალე ჩამოვალ თბილისში ორივე და გავერთიანდებით იმედია პრობლემა ჩვენ არა ამერიკული პორციების ჭამა და ჩიქენვინგები და ბურგერები. და ჩამოვალ და წამოგიყვანა. ადი ვენდიში რა, წადი ვენდიში. აქ ვენდიში, give me like a dinosaur barbecue. მე ხინკალი მინდა, ძმაო, ხინკალი. აბადროები, peace. კარგად, აბადროები, გიო, მადლობა დიდი ძმა ხარ ძმა.